ისეთი უიღბლო ვარ. აი წარმოიდგინე, კონკურსზე გავედი ერთხელ რა. და დაუკარი პირველი ტური, დაუკარი მეორე ტური და ანუ ავიღე რამდენიმე გამონათქვამი ცოლ-ქმრობის შესახებ, ოჯახის ქორწინების შესახებ და განვიხილოთ რამდენად ეთანხმები, რამდენად არ ეთანხმები. აბა მე გამარჯობა, ეს არის ჯაფარას პოდკასტი. ჩვენ მხარდამჭერია სოკარი. თქვენ უყურებთ 2025-ის ბოლო ეპიზოდს და გადავწყვიტე, რომ ახალ წელთან ყოფილიყო დაკავშირებული ეს ეპიზოდი. ასე ორიგინალური იდეა მოვიფიქრე. იმიტომ რადგანაც ახალი წელი ძირითადად ასოცირდება საქართველოში ოჯახთან, ოჯახურ ტრადიციებთან, ასე შემდეგ. დღეს ჩემი სტუმარია, ჩემი მეუღლე, გვანცა ფუტკარაძე. გამარჯობა. პროფესიონალი პიანისტი. ეხლა უკვე პოდკასტერი. პოდკასტ მუსკულების თანაწამყვანი, ჩემთან ერთად. ლინკი აღწერაში იქნება, ისიც დაგაინტერესებთ. ახალი დაწყებული პოდკასტია და ეს ეპიზოდი რო დაიდება, მე 2 საათში იქ დაიდება იქ ახალი ეპიზოდი. თუ ისე მოხდა ყველაფერი როგორც ის ჯერ ჩაწერილი არ გვაქვს, ამიტომ თუ ჩავწერე და ყველაფერი ისე წავიდა როგორც საჭიროა. მისავე მაყურებელს როგორ ხარ? უთხარი. გამარჯობა. მივესალმები შენს მაყურებელს. ცოტა უცნაურია აქ ესე ოფიციალურად რომ ელაპარაკები. ხო, სხვადასხვა თემებზე რო ფიქრობდი, რაზე უნდა გველაპარაკო, ყველა თემა რასაც მოვიფიქრებდი, ამაზე ხო ნალაპარაკები გვაქვს, ამაზე ხო ვისაუბრია, იმიტომ რომ ბევრს საუბრობთ. კი, ეგ პრობლემა იმაშიც არის, მუსკულებშიც არის. არ მაცდი ხოლმე ლაპარაკს, რო იცი რა უნდა ვთქვა. ხო, წინასწარ ვიცი ხოლმე და აქაც ესეა, რაღაცებს ისეთ შეგეკითხები, რასაც პასუხი ვიცი. შენი მიახლოვეთ, მაგრამ მან შეგვიძლია გავშალოთ ხოლმე. რაღაცები არის, რაზეც უკვე შენზეა რა როგორ პასუხი. და ყველაფერზე სხვანაირი პასუხი რო გაგცე. ხო, საერთოდ რო აღმოაჩინე რომ არ გიცნობთ. შენთვის სანამ შენ პროფესიასაც შევეხებით, კლასიკური მუსიკის განხრით, შენ ხარ პროფესიონალი პიანისტი. და ამაზეც ვისაუბრებ შენ პროფესიაზე, როგორც ჩემი პოდკასტის ფორმატია. მაგრამ ჯერ ახალ წელს შევეხოთ, რა არის შენთვის ახალი წელი, რასთან ასოცირდება? ეს დამოვიწყო მე თქვა, თავიდან საოცარი დეკორაცია ეს და სადღესასწაულო განწყობა გვაქვს. ესეთი ახალი ქვია, აღტკინებული ახალ წელს. რა არის შენთვის ახალ წელზე პირველი რა გახსენდება? ახალ წელზე პირველი მახსენდება ბევრი დეკორაცია, ბევრი განათება. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ესეთი რაღაცები და შარშან ნოემბერში თუ გახსოვს, ნოემბერში დავიწყე რაღაცების დადგმა და გაუგნებული მეყურებდი ესე. ხო. არ გიჯეროდა რომ ყველაფერს ნოემბერში ვაკეთებდი. ხო, ნაძვის ხე უკვე გვედგა. ნუ ოჯახთან. ნოემბრის შუაში. ოჯახთან თავისთავად ბავშვობიდან ახლა სულ ოჯახში ხვდებოდით ხოლმე რა. არც დიდათ არ მე. ხო, დიდათ მეც არ გავდიოდი სახლიდან, ანუ ის ღამე ყოველთვის იმ ღამეს ყოველთვის ოჯახში ვარ. ჯერ სახლში მე მეგობრებთან ესე არ იყო? უფრო მე. მეორე დღეს მეგობრები. უფრო მე ხო. ხო და ეს ძალიან მიყვარს დეკორაციები და ნაძვის ხე და ბევრი ნატურა და ბევრი გაფორმება, მაგრამ ეხა ეს მუსკულები რო დავიწყეთ, ადგილი აღარ არის ფიზიკურად, სტუდია გავაკეთეთ სახლში და ეხა ხო. ჭერში ვერ ავაკრავე მას. ხო, ანის პალმის ხე რო გვიდგას ის უნდა მოვვრთოთ ან ხო და იმაზეც ბურთებს და იმებს ვერ კიდებ რა, არა აქვს ეს დასაკიდებელი და ხო გახვრიტავ იმებს და ისა ხო და ხო. ეგი საჩუქრები უკვე გავცვალეთ საახალწლო. ეხლა ხო გიკეთია. არა, ეხლა სხვა ძირითადად ესე ჩვენ ნეთქარია. საათი ხომ ერთმანეთს და სამაჯურებს. კი. თოვლის ბაბუა პირველად თოდის გაიგერო არ არსებობდა. თუ იცი უკვე ეს. ხوار დაგა სპოილერი. ეხლა ტერილი რო დავიწყე. ძალიან დიდი ვიყავი. კორა მოჭრეთ. არ მახსოვს რა ზუსტად, მაგრამ დიდი ვიყავი. ნუ 10-ის ზემოთ? არა, ეხა 10-ის ზემოთ არა, მაგრამ არც გქონდა. 10-ის ხდებოდი უკვე. ხო და თან ისე მოხდა რაღაცნაირად რა, მამაჩემო ვერ მოახერხა საჩუქრის ყიდვა და ჩექმაში მიდებდა ხოლმე ეს საჩუქრებს და ფული დავხდა სიყვარს. და მაქედან მივხვდი რომ თოვლის ბაბუა მეთქი ფულს არ დატოვებდა და რა ხდება მეთქი და ძალიან ძიმედ გადავიდა.
ეს არც იცოდი მე მგონი ეს ისტორია. ეგ არ ვიცოდი, თორის ბაბუა, არ არის კაც ფული დაეტოვება. ხო, და თან აქეთ ჩემი ძმები იყვნენ, უფროსი ძმები მყავს, ერთი 8 წლით უფროსია, მეორე 10 წლით უფროსი და იმათმა ზევიდან დამიმატეს, დამცინეს და დამაბული იქეს, რა თქმა უნდა. როგორც ხდება ხოლმე და ეს დახარჯე ეს ფული. უკან დაუბრუნე. მართლა? ხო. ვა. ისეთი გამწარებული ვიყავი, რომ უკან მივუგდე. არა ცოტა კი არ იყო, $100 იყო. და დარჩი საჩუქრის გარეშე ეს? რაშტარი ბავშვი ვიყავი წარმოი. ამეღო ის ფული და მე კიდე გაგრძელდებოდა. ვა. ძიმედ გადაგიტანია. კი, ეს ტრამვარი, აი გუშინდელევით მახსოვს მართლა, აი რომ რა ოთახში ვიყავი და რა მეცვა და რა სიტუაცია იყო გუშინდელევით მახსოვს. ხო, კიდე სხვადასხვა შარშანდელისგან განსხვავებით. სახალხო საჭმელებსაც ესე უმკლავდებით ჯერჯერობით. კი, ისე მაგრად გავართ. კარგად ვდგავართ, ხო. ერთადერთი რაც ცოტა გაგვიქცა, დედაჩემმა ჩურჩხელები გააკეთა და ეს მე მგონი ამ 3 დღეში რაღაცა 15 წელი ჩურჩხელა შევჭამეთ. ამდენი იყო სულ? 20 იყო სულ. ხო, 16-17 წელი შევჭამეთ. 2 დღეში. ხო. და ეს არის რომ კარგად უმკლავდებით, ეხლა დავფიქრდი. ეს იყო და მაშინ თქვით რომ ახალ წლამდე კი გვეყოფა ეს და გამოვიზოგოთ. გამოზოგოთ არ უნდა 17 წელი შევჭამთ თქო. ხო. მე მახსოვს ის რომ მოვიტანე ერთხელ დედაჩემის გაკეთებული ნამცხრები რომ მოვიტანე სიგარეტები. აი ესეთი ზომის იყო ნინუც ხელა. და შენ მითხარი რომ ეხა ამას ვაი მოვატეხავ პატარას გავსინჯავო. და ესო მე ხვალისთვისო და შემდეგ დღებიც ყავაზე მივატანოთ და კაი მეთქი და 6 ცალი იყო მე მგონი ხო? 6-ვე შენ შეჭამე. ანუ ერთიც არ შემხვდა მე. იმ ღამეს 6 ცალი შეჭამა. ძალიან გემრიელი იყო კი. მაგრამ ნუ დანარჩენი სხვა მხრივ ხა რაღაცა ნამცხრებს და რაღაცებს. ვარჯიშობ და კამფეტი. შარშან დავიწყეთ ნოემბერში ისინი აქვია ცხელი შოკოლადები და რაღაცები. ხო, ეგ ჩემი ბრალი იყო, იმიტომ რომ ესეთი ლამაზი ისინი ვიყიდე შოკოლადების და კამფეტების რაღაცა დასაწყობის საახალწლო თოვლის ბაბუიანი დებშები და რაღაცები და მაგის ხათრით გვეწყოზეთ შოკოლადები. ხო, და ძალიან ესეთი დიდი ძალიან ლამაზი ესა საახალწლო ჭიქები. ხო და ამ ჭიქაში დიდ ჭიქაში ცხელ შოკოლადს ჯავასყავდი და მარშმელოუს ჩავყავდი ხოლმე და ყოველ საღამოს ესე პეჩენიებთან და რაღაცა ორცხობილებთან ერთად მივირთმევდით და მე ახალ წელს უცებ დავიხედეთ ესე ტანებზე და ხო გაგვიქცა კი და თან იმ პერიოდში რატომღაც არ უვარჯიშობდით აი ხო შეიძლება რაღაცით დააბალანსო აი ივარჯიშო მაინც ხო ყველას უწევს მოგიწევს მაინც ახლა სტუმრად რომ მიხვალ ნათესავთან და მეგობართან ვერ დაიწყებ მე დიეტაზე ვარ და კროსფიტს ვარჯიშობ რა არის უნდა შეჭამო და დალიო ხო რაღაცა ხო შეიძლება მაგით მაინც დაგვებალანსებინა არა დავისვენ არა მე კროსფიტს ვარჯიშობ მაინც ვიწყებთ ხოლმე ხო ეგ ვაიც არის მოყვეხებთ კი ვეღარ გვიტანს მე მგონი ხალხი მაგის გამო ხო ალბათ აღარც დაგვიძახი მაგაცლებს და მაგის გამო ნაკლების მოგიწევს ხო რა არ ჩანს ხალხია ხო რავი ხა მე უკვე ისა მე ძალიან მეზარება ხოლმე უკვე აქეთ ბოდიალი რა ასაკი ხო მაგრამ შენ ისე უჟმური იყავ შარშან მეგონი რა 2 საათზე გვეძინა უკვე ბიროში ხო არ მახსოვს მაგრამ ადრე დავიწყოთ სახალხო ფილმების ყურება დავიწყოთ ჩვენ ახლა წელს იმას ფილმებს ვერ დავარქმევ, რასაც უყურებდით, არ ვიცი რა ქვია საერთოდ. ის რომანტიკულ კომედიებზე იძახი შენ? ხო, აბა, შენ იმაზე თქვი, ხო. საშობაო რომანტიკული კომედიები, რა, ეგ თაკი ჟანრი გახდა, მე მგონი Netflix-ზე რამდენი არის. ქრისმას რო ჩაწერო და ქრისმას რაღაცა სათაურებში. საშინელი ფილმები. ხო. ერთმანეთზე უარესი არის ყველა რა. ხო. რომელი არის ყველაზე ცუდი, ვერ იტყვი. ხო, რაღაც ხელოვნური ინტელექტის დაგენერირებული ფილმი გეგონია. აი, თან მე ამ ეხა რომ მითხრა რომელიმე ფილმი გამოარჩიო რაღაცა თქვიო, არ მახსოვს, იმიტომ რომ ყველა ერთნაირი არის რა. აი, ფერებიდან დაწყებული რაღაც ფილტრი, რაღაცები, განათება, ყველაფერი არის ერთნაირი, მსახიობები ერთნაირი, ერთნაირად ცუდად თამაშობენ, ერთნაირი შტერული ისა, სტორი. ხო. ჩვენ დავიწყოთ უკვე Home Alone-ი ვნახეთ, მეორე. Alone-ი ვნახეთ. და ირონიას უძბი. პირველად იყო ცხოვრებაში გადმოვწერე ეგ ფილმი და ისე უყურე.
და პირველად ვნახე მაგ ფილმის დაწყება, თურმე როგორი ყოფილა ანიმაციური დაწყება რო აქ. კი, ერთნაირი კორპუსი დააჯერ მაგ ცხოვრებაში ნახე, მაგრამ ეხლა ვნახე პირველად დაწყება. ერთნაირი კორპუსებს რა აჩვენებენ. შენ რომელ ფილმს გახსენდება პირველი ახალწელზე? Home Alone აუცილებლად პირველი. ეგ არის, რა ვიცი. პირველი? შედევრი არის, ხო? ძალიან ისეთი გახდა რა. ანუ მეორე უფრო ხო, მეორე რა, პირველი რა გახსენდება? არა, Home Alone მეორე სერია. მაგას მეკითხები? ხო. ისი არის. Home Alone პირველი სერია. არა, არ არის აუცილებლად. აი Home Alone მახსენდება და ნუ აი ორივე ერთნაირად რა. არ ვიცი, ვერ ხვდები რომელი უფრო მომწონს. პირველს რო უყურებ, პირველი უფრო მომწონს, მეორეს რო უყურებ, არა, აი მეორე ჯობია. მე პირველს რო ნახა, პირველი ჯობია და არ ვიცი. მესამე? ხო შენ ვიცი რომ არ მოგწონს მესამე და რეიტინგი ძალიან დაბალი აქვს. არა, ნუ ხა შეიძლება მის მე მოგეწონოს. არა, ამას არ შევადარებ რა თქმა უნდა, მაგრამ მე მაინც მომწონს. სცენარისტი იგივე ყავს, მე მგონი, როგორც ნახეთ. არ ვიცი. ხო. მე 4-ს ნახე მაგ. მართლა? კი. ძალიან ცუდია. ხო არ ნახოთ. იმდენ ცუდი ფილმი ვნახეთ ახალწელზე. ეგეც ნახოთ, მაგრამ რამე კარგები ვნახოთ. ეხა ხო სხვა რაღაცა გვაქვს გეგმაში. რაღაც ძველ ფილმებს ამდა ჩავუჯდეთ. ხო, ძველ კლასიკებს, ხო? ჩემთვის კიდე ის ასოცირდება ისა ჰარი პოტერი. იმიტომ რომ ესეთი რიტუალი მქონდა სანამ შენ გაგიცნობდი. რომ ყველა ხალხს ჰარი პოტერის ყველა ნაწილს ვნახულობდი ხოლმე და ბეჭდების ბრძანებელს და ჰობიტსაც ყველა ნაწილს ვნახულობდი. და მე გამიცნობდი რა შარშენ არ უყურეთ ყველაფერს. კი, მაგრამ დღეს წელს აპროტესტებ, აღარ გინდა რა. ხო, ჩვენს 7 ჰარი პოტერის ნახვა ცოტა მეზარება. ძალიან კი მიყვარხარ და პატივს გცემ, მაგრამ 7 ჰარი პოტერი და მე 3 ბეჭდების ბრძანებელი და 3 ჰობიტი. ჩემთვის სხვათა შორის ახალ წელთან კიდე ისე ასოცირდება ქართული ფილმები. აი იქიდან გამომდინარე რა. არასაახალწლო იდეაში. ხო, არასაახალწლო რა, იმიტომ რომ ადრე სად იყო ეს რა გადმოწერები და რაღაცეები ხო, Netflix-ები და ასე შემდეგ. იმაზე ტელევიზიაში რო ჩამოუყვებოდნენ და დღის განრიგი რო იწერებოდა ხოლმე რომ საათზე რა იწყებოდა და ის ბლოკნოტში ვიწერდი ხოლმე რა და აი ქართულ ფილმებსაც ძალიან აქტიურად უყურებდი ხოლმე. აი ესა უდიპლომო სასიცო გამოხსენდა მეც პირველი. სიყვარული ყველას უნდა. სიყვარული ყველას უნდა ისა ნუ ცისფერმთები არ ჩოგლური გამოფენა შერეკილები. ჭრიჭინა. ხო, გაიდაის ფილმები სხვათა შორის. გაიდაის ფილმებიც მიყვარდა ხოლმე თუ უშვებდნენ ძალიან ეს ივან ვასილის ზეიცვლის პროფესიას და შურიკა. რაღაცა ფილმები, ეხლა ის გადიოდა ხოლმე კიდე მახსოვს ახალწელს ზაზუნას დღე. ზაზუნას დღე ხო არ არის ახალწლო, მაგრამ ყოველ ახალწელს მახსოვს რომ უყურებდი. ხო, მეც მიყვარდა ხოლმე განსაკუთრებით ცდილობდნენ კომედიები გაეშვათ და ეს ახალისო ისინი კიდე მაგრამ მიყვარდა ხოლმე იუმორისტული შოუები რაც იყო იმის ახალწლო ისინი რომ გამოდიოდა ხოლმე ეპიზოდები. კურიოზები ტელევიზორში. კურიოზები. ვლემდე გადის მე მგონი ეგენი აი საინფორმაციოები რომ. კი, მე მიყვარდა ხოლმე ჟურნალისტების კურიოზები. ხო, აი ჟურნალისტების ვიზახე. სულ ერთ და იგივე რო იყო ხოლმე. მაგრამ ძალიან მიხაროდა. ხო. გარეთ გასვლა? ახალ წელს. ხო, მაგრამ აი თოვლი რო იყოს კიდე რაღაცა იქნება რა და ეხლა უბრალოდ უნდა გახვიდე როგორც ჩაულებრივად და. მე იმასაც არ ვისროდი ხოლმე ეს რაღაცა, რა ქვია? ფერვერკი ხო. ნუ არა, მე მიყვარდა მაგის როლა, მაგრამ მე მაგასაკიდან გამოვედი, აი ეს ორი რაღაცა იყო, ის წვრილი ჯოხი, აი ეს ჯოხები რო ისვრის. რა ეს თუ წაუყენებდა რო ისვრი. ეგეთი იყო მარტო, ანუ ეს წვრილი იყო და 10 ცალ იმას ისროდა. თან ხელში არ შეიძლებოდა რო გჭეროდა ეგ. ყველას ხელში ეჭირა მაინც, ხო, იდეაში არ შეიძლებოდა, მაგრამ აი უკეთ ეგენი იყო და მე მაგასაკში ვიყავი, ყოფილიყო, ეხლა რეებიც იყიდება. ხო. ეხლა რა ვიცი, სპეცნაზები ძვიან მაგით ისეთი რაღაცეები არის და. კი და რა ვიცი, ისეთი ხმა აქვს ხოლმე ასაფეთქებლებს, მე სანამ შენ გაგიცნობდი, აულაბაში ცხოვრობდი და ჩემი სახლის წინ სკოლა იყო და აი წარმოგიდგენია, აი რახთან სკოლის წინ, ანუ ჩემი ფანჯრები გადის, ანუ სკვერში რა, უზარმაზარი სკვერი არის და აი ომი იყო ჩვეულებრივი რა და ომია. ხო. რაღაცა სიგიჟე ხდებოდა და ნუ აი მეკლე იყავი ხოლმე ვინმესთან. არა, არასდროს. არ უნდა გეძახდა მეკლე.
მაგრამ არ შევდიოდი ხოლმე. მე რაღაცა იციან ხოლმე ცუდი ფეხი და კაი ფეხი და. ხო, შენ გაბრალებენ რაღაცებს, ხო? ხო. აი სუფრის ტრადიცია არის ძალიან გადამეტებულად ჩვენთან რა, აი. ხო. აი რაღაცა დედაჩემიც ახლა ვეუბნები რომ ნუ წვალობ და რაღაცა წელის ტკივა ცოტა და არ გინდა და თუ რამე გინდა რაღაცა გიყიდი და ის როგორ არ გავაკეთო და ეს როგორ არ გავაკეთო და ნუ აი სანამ მართლაც გადაიხრებოდა ხოლმე მაგი და იქამდე არ ჩერდებოდა რა. ხო. ხო და მგონია რომ აი ცოტა ის არის რაღაცა ზედმეტია ეს რა. ბავშვობაში რა მახსოვს იცი, მაგრამ მიყვარდა მეორე დღეს დილით გაგვიძება. ხო. და ეს ტელევიზორში ჩაუჯდებოდი ამ რაღაც კომედიები რო გადიოდა და წინა დღის ახალ სუფრა ჯერ კიდე ეს რო არის. კი, ახალი წლის საჭვალები რო აწყვია და აუ ეხა გამოდაგება მაცებიდან და ჩაჯდომა ტელევიზორთან. ეხა კაი რა არის, იცი? ახალი, ანუ პირველი დილა მანქანით რო გახვიდა. პირველია რა არის. ერთხელ მახსოვს 2 იანვარს მიფრინავდი გერმანიაში ჩემ დასთან და რაღაც საჩუქარი უნდა მეყიდა რა. და ვერ ვიშოვე ესა და 1 იანვარი იყო, მაგრამ 1 იანვარს დაკეტილი იქნება, ალბათ 2 იანვარი იყო და დილით 9-ზე გავედი. საერთოდ ადამიანი ვერ დავინახე, ისე მივედი ჩემი სახლიდან დინამომდე რომ აი ადამიანი არ ჩანდა. რაღაც მახსოვს უნდა მეყიდა წასვლამდე უნდა მომესწრო რა და ეგ მაგრამ ასწორებს ხოლმე. მაგრამ საერთოდ თოვლის ნატამალი რო არ ყოფილა, საერთოდ არანაირი ის არ მაქვს შეგრძნება რომ ახალი წელი მოდის. თოვლი კი არა ის იყო ზაფხული იყო ერთი თვის წინ. ეხაც არ არის ესეთი სიცივეები, მაგრამ რაღაც ერთი თვის წინ საერთოდ მართლა ის იყო მაიკით შეიძლება და მაისურით შეიძლება და სიარული. ხო. კიდე საჩუქრების ყიდვაზე ეს ბოლო დღემდე არ მიყავდა ხოლმე ოჯახის წევრებს ის რომ ჩამოგერიგებინა. იცი მე ვიყავი ყველაზე პატარა რა. მე არ ჩუქნიდი. მე არ ჩუქნიდი ხოლმე. მე ბოლო ხანებში დავიწყე ხა რაღაცების ჩუქება, თორე ერთადაც თუ აქეთ ველოდებოდი ხოლმე საჩუქრებს. ხო, ეგეც ან დაღლელის არის, რომ აი რაღაცა უკვე 30 რო არის და არაფერი ვარ გაკნაყედი და მოფიქრებულიც რო არა გაგჭერ კიდე. აი ეგ საჩუქრის თემაც ხო რაღაცა ის უნდა იყოს, სიამოვნება, აი ეხლა რაღაცა იმაში გადავიდა, აი სავალდებულო რაღაცაში გადავიდა რა. ეგეც ხო აი შენ სიამოვნებას უნდა განიჭებდეს, რომ აი ვიღაცას ჩუქნი რაღაცას და ეს შენ თვითონაც ქსიამოვნებს რა ეს რო ჩუქნი. და აი თუ ინერვიულე და აი დაიტანჯე და თან აი ხა რაც ხდება მოლში რაც ხდება რომ წესიად ვერ შეხვალ და ვერ გამოხვალ მართლა რაც გჭირდება იმაზე. აი ეს მთელი ის რა ქვია ქალაქი რომ მოლში არის რა. ხო. აი ეს ცოტა ის არის რაღაცა ზედმეტი და ჩემი აზრით. ხო, მაგრამ რა საჩუქარი საყიდელი რო გქნა გინდა რო ქნა. რა მე აი ცოტა მერე რო აჩუქო რაღაცა 3 დღით მერე ხო არ შეიძლება. არა, იმიტომ რომ ეს არა ქვია, რო იცი ახლა რაღაც უნდა გაჩუქო სახოთ არ მაცდი რა არისო მეუნები. გინდა რომ მათქმევინო და აი ხა მაგას რო ეტყვი იმას რა ქვია ცოლს რო იმის გარდა კიდე ერთ საჩუქარია იცის დამტყუა ეგეც და ხო და ის რა დაგტყუა შეიძლება მე საერთოდ არ ვიცოდი რომ რაღაცა გამოწერილი მაქო და ვერ მოასწრო ჩამოსვლაო და აღარ მძინავს მაგაზე ფიქრით და ხო და ეხა ისე იძახი რომ მე სამში აჩუქე ახალწელს დაუცლებელი აი ესე ხო არ გელოდება ეხა ახლობელი ესე ხო არ გელოდება ეხა გიორგის აქ საჩუქარი მე ოჯახის წევრი ეხა ოჯახის წევრი იცი რომ თან შეიძლება შენ გაჩუქონ და მე შენ ხალხარიელი ხო არ იქნები და უხერხულობები არის და ხო ნუ არის არა გეთანხმები მაგაში მაგრამ აი რო არ უნდა იყოს წესით ეგ უხერხულობები რა ვიღაცამ მოახერხა ვიღაცამ საერთოდ ვერ მოახერხა სიტყვაზე რაღაც მიუხედავად იმისა რომ მე ძალიან მიყვარს ახალშობა ახალი წელი და ეს ნაძვის ხეები და გაფორმება და ნატურები და ყველაფერი აი ამ საჩუქრების თემას ცოტა ისე უყურებ რა ხა დიდი ამბავი მე თუ გაჩუქე და შენ იმ წუთას არ გაქან საერთოდ არ გაქ საჩუქარი ჩემთვის რა მოხდა მე არის აუცილებელი გაცვლა გამოცვლა იყოს საჩუქრების ეს ჩვენც ახლა ისედაც ახალი წელი რა შუაშია ისედაც ჩუქნით ხოლმე რაღაცებს სულ არ არის არც ახალი წელი არც დაბადების დღე და უბრალოდ ეგ ქსიამოვნებს რომ აი ეგ ემოცია რა რომ ეხლა მე ხო ვიცი რომ რაღაცა არ გაქვს ყველაფერი საათიც გაქვს და სამაჯურიც გაქვს მაგრამ შენ თვითონ ვექსიამოვნებს ეს ემოციას რო უყურებ რომ აი რაღაცა აჩუქე და გაუხარდა თან ისეთი რაღაცა რაც ისი რომ უყვარს და გაუხარდება თორე რაღაცა ის ხო არ არის ვალდებულება რა ხო როგორ მოგეწონა ეს ახალი პროფესია პოდკასტის დაყვანის
ისი რა, იქიდან გამომდინარე რომ მე მინდა გითხრა რომ თავიდანვე ძამბუნებრივად დაიწყე რა. არ ქონდა ის რაღაცა ნერვიულობა და შეფერხება და ათვისება რა ცოტა არ დაგჭირდა. გეტყვი ახლა. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ სახლში გავაკეთეთ ეს რა, ანუ სტუდიო. ეს არ მიკითხავს არასდროს სხვა შორის. ხო, არ გიკითხავს. სტუდიო გვაქვს სახლში. აი ეს მომენტი არ მქონია რომ დავსხადით რომ ვაიმე ხა რაღაცა კამერა და სტუდია და როგორ წავა და თითქოს აი სახლში რო შედვართ ხოლმე და რაღაცებზე ვლაპარაკობთ საათობით რო ვლაპარაკობთ აი ეგეთი ის მქონდა რა ასოციაცია მქონდა ანუ რაღაც ახალი არ ყოფილა რა თან შენთან ერთად რომ მარტო რო ეხა ვლოგი რო დავიწყე მე მარტო რო ჩავირთავდი იმ კამერას და რაღაცა რო უნდა მელაპარაკა კი უყურებდი ხოლმე რა დღეში ვიყავი რა მაგრამ აი შენთან ერთად უფრო მიადვილდება რა მაგრამ სხვადასხვა პირველი ეპიზოდი რო ჩავწერეთ რო დავამთავრეთ მე მივხვდი რომ ძალიან დავიღალე თავი ამტკივდა და ალბათ რაღაცა შინაგანი ის იყო ეს ნერვიულობა რა ეს პირველის მერე მარტო ხოლმე აღარ მაგრამ როგორც ისე მოგეწონა პროფესია კი ჯერჯერობით მომწა. ხო, ეხლა ვართ 600 გამომწერზე. ხო, ჩვენ გვინდოდა რომ ახალ წელს ავსულიყავით 1000-მდე მაინც. ხო. თხოვნა არის, ვინც გვიყურებთ, თუ არ დაგიზარებოთ რომ იქაც გადახვიდეთ და გამოიწეროთ. მე მაინც კიდე მაქვს იმედი რომ ეს 29-ში დაიდება. ხო. დღეს არის 25. და მაქვს იმედი რომ 1000-მდე კიდე არის შანსი რომ ავიდეთ. თან გათამაშება გვაქვს. ხო. პრინტერს ვათამაშებთ. ეგ აღარ მახსოვს. ფოტო პრინტერს უფრო სწორედ პატარა კარტრიჯს და კიდე პატარა ფოტოაპარატს. აღარ გახსოვდა. ხო და მე მგონი მაყურებელსაც შევახსენოთ ხოლმე, აგერ მე არ მახსოვდა და ხო, გათამაშებაც გვაქვს და. კაი, შენ პროფესიაში რა ხდება? მე თავარ პროფესიაში. ჩემს პროფესიაში ამ ეტაპზე წესით ეს პერიოდი იყო ხოლმე ზუგადარბენებზე იყავი კონცერტიდან კონცერტი ივენთი ყველგან გეძახდნენ ბოლო ამ წელს განსაკუთრებით არაფერი არ ჩანს ხო იცი რა შეიძლება ჩემი ბრალიც არის იმიტომ რომ ცოტა მოვაკელი მაგ კუთხით რა აქტიურობას მე რომ ინსტაგრამზეც რაღაც ნაკლებ რაღაცებს ვდებ ყველაზე აქტიურად წამოვიდა შემოთავაზებები ინსტაგრამზე და YouTube-ზე რომ დავიწყე შორტების დადება ხო და ეგ იდეაში მაგას საერთოდ არ ემსახურებოდა მე როგორც იცი კაცების ფანი ვიყავი და მინდოდა რომ აი რაღაცა ისეთი გამეკეთებინა რომ ოდესმე მათი ყურადღება მიმექცია რა რომ ან არ ვიცი გადაცემაში მივეწვიან რაღაცა მსგავსი ყოფილიყო რა და მაგიტო დავიწყე ჩემი დაკვრის დადება მე ისე მოხდა რომ ამდენს საერთოდ არ ველოდი 100,000 გამომწერზე ავედი ინსტაგრამზე და YouTube-ზე 66,000 მყავს ახლა მაგრამ აქედან იდეაში ხეირი არ არის არაფერი რა იმიტომ რომ რაღაცა 90% შეიძლება მეტიც უცხოელები მყავს გამომწერები ქართველი გამომწერები ფაქტობრივად არ მყავს ანუ ხეირი არ არის გულისხმობ ანუ რეკლამების და სპონსორის თვალსაზრისით არ არის რა იმიტომ რომ ქართველი გამომწერი თუ არ ყავს რაში ჭირდება ხო აქ დამკვეთს ეგეთი მაგრამ სამაგერად კაცებმა კი კაცებში ვიყავი ხო და მაშინ როცა დავიწყე ეს აქტიურად მაშინ წამოვიდა რა შემოთავაზებები ისე ანუ სპონსორი და რეკლამა კი არ ყოფილა მაგრამ აი კაფეები და რესტორნები და რაღაც ივენთები აქტიურად დაინტერესდნენ რა და ისეც იყო ხოლმე რომ დღის განმავლობაში ხანდახან 3 ივენთი მქონდა რა რაღაცა შუა დღეს საღამოს და მე ერთი რაღაცა სტაბილური რაც მქონდა ხოლმე იქ გავრბოდი და ღამით იქ უკრავდი ხოლმე რა და აი წელს განსაკუთრებით მოკვდა ყველაფერი შეიძლება რაღაცა ნაწილობრივ ჩემი ბრალიც არის ხო მაგრამ შენ ანუ გაგიგია ყური მოგიკრია რომ ტარდება ივენთები ივენთები იქნება ახლა რა ვიცი აგერ ახალი წლის ივენთებიც ხდება ხოლმე რომ რაღაცა ხდება სადღაც რაღაცა არის რა და აი ხა არ არსებობს ესე რომ არავის პიანისტი არ ჭირდებოდეს. მაინც საბოლოო ჯამში მგონია რომ შენზე არის დამოკიდებული რა, რამდენად იაქტიურებ სოციალებში, რამდენად ესე თვალში მოხვდები. ხო. შენ რამდენი წლიდან უკრავ?
რა საკიდან? 4 წლიდან უკრავ. 4 წლიდან უკრავ. რაღაცა ყველა წლედი დაამთავრე, ხო? ყველა წლედი კი არა, ყველა წლედი რაც არსებობს თუ რაღაცა ნიჭი ერთ რაღაცები რო არის. ხო, ანუ 7 წელი სამუსიკო სკოლაში ვისწავლე, 21 სამუსიკო სკოლაში. მე 10 წლებში გადავედი, 10 წლად დავამთავრე. ეს 10 წლედი სახელი დარჩა, რომ ნიჭი ერთ 10 წლები, თორემ 12 წელი იყო სწავლა ჩვეულებრივად, 12 წელი დანარჩენი იქ ვისწავლე. მე კონსერვატორიაში ჩავაბარე 4 წელი ბაკალავრიატი, მე 2 წელი მაგისტრატურა და მე დოქტორანტურაზე ვაპირებდი ჩაბარებას. ხო, მან რა მოხდა? ხო, მან დიდი ამბები მოხდა. დოქტორანტურისთვის დაწყებული მქონდა მზადება უკვე. თემის დაწერაც დავიწყე. დასაკრავი პროგრამაც რაც უნდა დამეკრა, ყველაფერი მზად მქონდა. უბრალოდ რატომღაც ჩემმა ხელმძღვანელმა გადაწყვიტა ეგეთი რაღაც, რომ სხვას უნდა ჩაებარებინა იმ წელს რა. ესე მითხრა პირდაპირ, რომ აი სხვა აბარებსო. ხო, მე ვთქვი სხვა აბარებს რა ვიცი, ანუ კონკურენცია არის რა, მეც დაუკრავ, ისიც დაუკრავს და რომელსაც ერთი ადგილი იყო. მიგვიღებენ მათ კი მიგვიღებენ თქო. იმასო გამოთხოვილი აქვსო ეს ადგილიო. ხო და ეს სიმართლე გითხრა დღემდე არ ვიცი რას ნიშნავს. დღემდე არ ვიცი რას ნიშნავს ეს გამოთხოვილი აქვს ეს ადგილი და მე ვუთხარი რომ არ აქვს მეთქი მნიშვნელობა თქო მე მაინც დაუკრავ მეთქი და საბოლოო ჯამში გამოვიდა ის რომ ბოლოს ისიც კი მითხრა რომ მაშინა მე ვეღარ ვიქნები შენი ხელმძღვანელიო. ანუ ხელი აიღო ჩემზე რა. ხო და ამის მერე ამიცროვდა გული საერთოდ. ეგეც ჩემი ბრალია ხა შემეძლო არავის არ ვადანაშაულებ რა ყველაფერი უმეტესწილად რა რაც ხდება 90% შენი ბრალია რა შემეძლო რომ სხვა ხელმძღვანელი ამეყვანა რა ვიცი ხო შეიძლებოდა სხვა ხელმძღვანელი მაინც გავსულიყავ იმ გამოცდაზე ხო და ესე ავიცრუე გული და აღარ ჩავაბარე დოქტორანტურაზე რა ისე გამოვიდა რა პირდაპირ მითხრა რომ სულ გასკდა შუაზეო მაინც იმას მიიღებენო რა ხო და ეხა დოქტორანტურა არ არის პატარა რაღაცა რა ძალიან დიდი შრომა ჭირდებოდა მაგას და მთელი ჩემი რესურსი და მთელი ჩემი დრო მაგისთვის უნდა დამეთმო ხო და აღარ მიღირდა ეხა მართლა ეგეთი რაღაცა რო გითხრა ადამიანმა რომ ყველა ვარიანტში სხვას მიიღებენ და შენ ტყუილად იწვალებ. მე როგორია ეხა წარმოიდგინე, ხო აი რა პრინციპის ამბავია და გასკდი შუაზე და დაუკარი და გაიტანე ეს თემაც და იწვალე. და მე უსამართლობა ბისის შეგრძნება გიჩნდება კიდე რომ აი რაღაცა შენ იმსახურებდი და მაინც სხვა მიიღეს რა. რაც კონსერვატორიაში და არა მარტო კონსერვატორიაში აქტიურად ძალიან ესე ლამაზად ხდება ეგეთი რაღაცები რა. ხო, მაგრამ რეალურად რამეში გამოგადგებოდა? აი დღეს რო კონდეს ეს ხარისხი რაღაცაში რაღაცა. იცი რა ჩვენთან არა მე ვთვლი რომ არაფერში არ გამომადგებოდა ეგ ერთადერთი სახელია რა. რომ ნებისმიერ ადგილზე რომ მიდიხარ, მე ხო მოსწავლეებიც მყავდა, მოსწავლეებთან იქნება თუ რაღაცა ივენტზე იქნება თუ კაფეში იქნება თუ რესტორანში იქნება, სადაც არ უნდა მიხვიდე, აი დოქტორი რო ხარ და დოქტორის ხარისხი რო გაქვს, ჟღერს სხვანაირად და ერთადერთი ეგ არის რა. თორემ მე კათედრაზე მისვლას და კონსერვატორიაში მუშაობის დაწყებას არც ვაპირებდი სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ ისეთი ხელფასებია, რომ ჯერჯერობით არ მიღირდა ეგ რა. ხო. რო იქნა, იმიტომ რომ იქ რო დაიწყო მუშაობა, იმხელა პასუხისმგებლობა არის. ნუ ნერვები და ხელფასი ამდენია? ეხლა არ ვიცი რამდენია. დღეს როგორი არის ეს კლასიკური მუსიკის სცენა? რაღაცა თქვათ აი შენ როცა ჩააბარე, მაშინ რაღაც სხვანაირი იყო და დღეს შეიცვალა რამე თუ აი დღეს როგორც არის რაღაცა პოპულარობა ხორეკლებულობს უფრო და უფრო კიდე. ზუსტად ისეთია ყველაფერი როგორიც იყო რა და მაგიტომაც მგონია რომ აუცილებლად კლებულობს პოპულარობა და კვდება რა კლასიკური მუსიკა ნელ-ნელა. ჩემი აზრი არის ეგეთია, შეიძლება ვიღაცები არ დამტკიცონ. აი სოფლიო მასშტაბითაც შეიძლება თქვა ეგ ტენდენცია. სოფლიო მასშტაბითაც. არაფერი არ იცვლება რა, ელემენტარულად ხალხი ვერ შეეგუა რომ ადამიანი შეიძლება გამოვიდეს და სხვანაირად ეცვას სცენაზე. მოკლეკებით რო გამოხვიდე და დაჯდე სცენაზე, შეიძლება კვერცხები გესროლონ რა.
ხო და აი ახლა რთულია ესეც მეც ახლა YouTube-ზე და Instagram-ზე რო ვდებდი ვიდეოებს ძალიან ბევრი ესე უშვერი სიტყვებით მლანძღავდა რა ხო და არაფერს არ ვაკეთებდი იქ ისეც უბრალოდ ისე არ მეცვა როგორც შეიძლება კლასიკური მუსიკის შემსრულებას ეცვას სცენაზე რა და ჯერთი ეს ხო არავის არ დაუწესებია ესე რომ აუცილებლად ეს არანაირი კანონი არ წერია რომ რაღაც აუცილებლად შავი უნდა გეცვას და აუცილებლად კოჭებამდე კაბა უნდა გეცვას და ესე დაფარული ტანსაცმელი რა და ამ რაღაცა სიახლეს და ახალს ვერ ეგუება საზოგადოება რა და იგივე იყო იქაც რომ რაღაცა შედარებით ცოტა მუხლზევით კაბას თუ ჩავიცვამდი აი იქ ლანძღვა გინება იყო რომ როგორ შეიძლება როიალთან და კლასიკურ მუსიკას როცა ასრულებ მოკლე კაბა გეცვას და რატო არის როიალი წმინდა არის რამე თუ რა ხდება რატო არ შეიძლება მოკლე კაბით დაჯდე არა დღემდე არ ვიცი ხო თან აქვია სისტემაც და აი მე მახსოვს ცოტა ხნის წინ რაღაც ქართული პიანისტი რაღაც საერთაშორისო კონკურსზე გამოვიდა და იქაც ატყდა რომ ჩაწყობილი იყო და წაართვეს და ეკუთვნოდა და აი რაღაცა ეგეთ დონეზეც კი რაღაცა ჩაწყობები ხდება ხო კი როგორც ყველა სფეროში რა აი კონკურსი ესეთი რაღაცა ნუ სპორტ ეს ხო სპორტი არ არის თან რა სპორტში ხა ხო ძირითადი სცენარი კონკურსები ხო კლასიკური მუსიკის ეს რაღაცა ფესტივალები და სტადიონზე კონცერტს ვერ გამართავ კლასიკური მუსიკის და ბიზნესი ვერ იქნება ვერა ხო შესაბამისი ის არის საჭირო ჯერთი დარბაზი და დარბაზებიც ისე არის აშენებული რომ ეს აკუსტიკა და სპეციალურად განსხვავებებიც არის რა აი საორკესტრო მუსიკისთვის შეიძლება სხვანაირი დარბაზი იყოს და საფორტეპიანო მუსიკისთვის ისეთი არ იყოს ახლა ზოგგან მაგალითად ჩვენს დარბაზებში საფორტეპიანო მუსიკა ისე კარგად არ ჟღერს როგორც საორკესტრო რა ხო მაგაშიც განსხვავება არის და ახლა სტადიონზე მით უმეტეს კლასიკური მუსიკა ნაკლებად ხო და მაგის თქმა მინდოდა რომ ეს კონკურსები ხო ის არ არის ახლა სპორტი ხო არ არის რომ აი რო იცი რომ აი გოლი გავიდა და გოლია რა ანუ იქ დამთავრდა ლაპარაკი უკვე არ არის სადაო არაფერი და მანდაც არის ხოლმე სადაო მაგრამ ხო ხო და აქ ვიღაცა იტყვის მომეწონა ვიღაცა იტყვის არ მომეწონა მე მაგალითად ეგეთი შემთხვევა მქონდა რომ კონკურსზე გავედი და არ გამიშვეს მეორე ტურში პირველ ტურში გავედი დაუკარი და არ გამიშვეს მეორე ტურში და ჩემი სკოლის დირექტორი ელაპარაკა კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეს რა. იმიტომ რომ დარწმუნებული იყო რომ მე ვიმსახურებდი მეორე ტურში გასვლას. და ამ ხალხს ეკითხება რომ ვაიო რა არ მოგეწონათო შეგიძლიათ რომ მითხრათო აი იქ კონკურსებზე ხო თან სავალდებულო პროგრამა არის ნუ ბახის რაღაცა პრელუდია და ფუგა სიტყვაზე რაღაცა შოპენის ეტიუდი უნდა დაუკრა მოცარტის სონატა ან კლასიკური ნებისმიერი კომპოზიტორის სონატა და ესე ჩამოუთვალა რომ ეს ბახი არ მოგეწონათო არაო ბახი ვარა ჩვეულებრივი იყო კარგი აბაო ქართული ნაწარმოები არ მოგქართული სავალდებულო იყო ერთი არაო ქართული ძალიან კარგი იყო ну აი კლასიკური არაო კლასიკური მოცარტიო ძალიან კარგად დაუკრავა და აბაო ანუ პრობლემაო რა არისო მეორე ტურშიო რატო არ გავშვი კონკურსები არის ხოლმე ბავშვები რომ მოეწონებათ ძალიან და აი ვერ წყვეტ რა ისე რომ ვიღაცა გენანება გასაგდებათ აი მეორე ტურში გადასვლა ისეთი რაღაცა არის რომ ყველას უშვებენ ხოლმე მეორე ტურში რა რომ აი კიდე ნახვა ამის შესაძლებლობები და რაღაცა კიდე მეტი ნახვა იმიტომ რომ მეორე ტურში კიდე სხვა პროგრამა იკვრება რა უფრო კიდე რთული და უფრო დიდი ისეთი მასშტაბის ხო და მოკლედ ამ ხალმა ყველაფერზე რომ კაი იყო რომ უთხრა ამ ხალმა უთხრა აი მეორე ტურშიო გაგეშოთო მე რა ბავშვიო რა იცითო რაშია საქმე ყველაფერიო კი კარგად დაუკრავო მაგრამ აი ნიჭიერება ვერ დავინახეთო ხო და აი ვერაფერს ვერ იტყვი რა აი ხა რა უნდა უთხრა ხო და მე ესეთი იმედგაცრუება რა ბავშვობაშიც მე კონსერვატორიაშიც ისეთი რაღაცები ხდებოდა იმდენი იმედგაცრუება მქონდა უბრალოდ რაღაც არაადეკვატური სიყვარული მაქვს ალბათ ამ სფეროს მიმართ და რაღაც არანორმალურად მიყვარს ეს კლავიშები რა. ხო. თორე აუცილებლად დავანებებდი თავს და ბევრმა დაანება სხვათა შორის ბევრმა
ძალიან ნიჭიერმა ჩემმა კურსელმა მაგალითად რა, ძალიან ნიჭიერმა პიანისტმა თავი დაანება მუსიკას და დღეს რა ვიცი ოფისში სხედან და მუშაობენ რა. იმიტომ რომ ძნელია ძალიან, მით უმეტეს რომ გიყვარს რა და ამას იმხელა შრომა უნდა და იმხელა ნერვები უნდა ერთხელ კონცერტზე გასვლას, იმხელა ნერვები და ნერვიულობა არის და იმხელა სტრესი არის, რომ აი მერე რომ ესეთ უსამართლობას შეეჩეხები, მერე აი 10 მაგათ კიდე განგრევს ეგ რა. ხო, და ეს არის ამხელა შრომას მოითხოვს. რამდენი საათი უკრავდი ხოლმე? ბევრი. ყოველ დღე. იცი რა არის? ბავშვობიდან. აი სპორტთან ხელოვნება არის. თან სპორტიც არის, ხო? რა, აი სერიოზული ფიზიკური გამძლეობა გჭირდება რა. მით უმეტეს პიანისტებს, ანუ როიალი ისეთი ინსტრუმენტია რა, ძალა, ფიზიკური ძალა ჭირდება. არის ნაწეხ, მაგალითად ნერვები მეშლებოდა ხოლმე, ჩემმა პროფესორმა იცოდა თქმა, რომ რაღაცა ნაწარმოები რომ მინდოდა და ვეტყოდი, რომ აი ეს ნაწარმოები მინდა, რომ დავუკრა და მეტყოდა ხოლმე, რომ ეს შენთვის არ არის, ეს უფრო კაცის დასაკრავიაო რა. რა კაცის დასაკრავია, შტანგებს ვიქნევ გიჟევები და ხო და ნუ შტანგა კი არა შუაში არ არის იმასთან, მაგრამ ნუ ენერგები გეშლება ხა ეგეთ რაღაცაზე უნდა სწავლობ მუშაობ და მე ეგეთ რაღაცაზე გეტყვი რომ კაცის მაგრამ მაშინ არ იქნებდი ჯერ კიდე შტანგებს და არა მაშინაც აქტიურად მაგრამ ხო და ეს სერიოზული როგორც ფიზიკურ ისე მენტალურ სტაბილურობას მოითხოვს რა, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან მაგარი იყო რა ვიცი ცოტა სახში შენთან ანგრევდა იმას როიალს რა, მაგრამ სცენაზე გახვიდე და იმის 20% გააკეთო, რაც შენთან სახში ოთახში აკეთებდი რა. ხო, რა არის ამის მიზეზი? ნერვიულობა. ანუ სცენაზე გადიხარ და ლატარია არის რა იქნება კაცმა არ იცის რა. ხო არა, აი რას გულისხმობ, იცი, აი მოულოდნელობა რა შეიძლება იყოს, აი ნერვიულობ, როცა არ იცი რა მოხდება. აი მაგალითად მეც მქონია ხა ბავშვობაში თამაშობდი, რაც თამაშები რა იყო და რამდენჯერმე მოხდა, რომ აი პატარა დარბაზებში თამაშობდი, მაგრამ სავსე დარბაზი იყო, რომ გავეცე თამაშობ და იქ ნერვიულობ, ხალხი გიყურებს და თან მოედანზე რა მოხდება არ იცი. იმიტომ შენს გარდა კიდე 9 ადამიანი დარბის და ვინ რას იზავს და რას გააკეთებს. აქ თითქოს მარტო შენ თავზე ხარ დამოკიდებული. ანუ დაკვრა იცი და უნდა დაუკრა წინ კიდევ კლავიშს როიალი არ გაიქცევა და არც სცენა მოუარავე, მაგრამ მაინც ეს ნერვიულობა არის. ხო. გაქცეულა ეს როიალი დაიძრა ერთხელ. გაგორდა? ხო ის არ იყო, ფეხები არ იყო და ჭერე ძალიან ადრე იყო მაშინ სკოლაში და გაიკიდე თუ შეწყვიტა ეს. ზადა გზა უკრავდი თუ? ფლატის არ იყო, მაგრამ ხო ნუ იცი რა არის, კი მარტო ხარ შენ თავზე ხარ დამოკიდებული, მაგრამ ეს შენი თავიც, ესე ხო არ ვიცით ჩვენ რა, ანუ რა ხდება ჩვენს შიგნით. ესე ზუსტად ხო არ ვიცით რა. იმ მომენტში რო უკრავ, აი 1000 რაღაც შეიძლება მოხდეს. ჯერთი მაყურებლის მხრიდან ყოფილა რომ რაღაცა ყურადღება გაგიფანტა, რაღაც მაყურებლის აქციები. მე არასდროს არ მქონია მაგის პრობლემა, იმიტომ რომ საერთოდ არ მესმოდა არასდროს დარბაზში რა ხდებოდა. მაგრამ ბევრჯერ ყოფილა და აი ეგ არის საშინელება და აი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მაყურებელმა ეგ რა, მით უმეტეს ახლა კლასიკური მუსიკის კონცერტზე რო ვიხარ და ბუზის გაფრენის ხმა რო ისმის და უცებ ტელეფონი გირეკავს ბოლო ხმაზე, აი საშინელება შეიძლება იყოს აღმოჩნდეს მუსიკოსისთვის რა. ხო, მაგრამ მე არ მესმოდა არასდროს, არც კარის გაღება მესმოდა, არც ლაპარაკი მესმოდა, არც ტელეფონის დარეკვა მესმოდა. რატომღაც არ მესმოდა, არ ვიცი რატომ. ხო და მაგ დროს არ იცი ზუსტად რა მოხდება რა. რა თქმა უნდა იმაზე ხარ, თავარი არის როგორ ხარ მომზადებული. მაგრამ ისიც არ იცი აი ის მომზადების 100%-ს გაიტან თუ არა იქ რა. იმიტომ რომ აი მომენტში აი ეს ნერვიულობა რას იზამს და იმ მომენტში როგორ გადაწყვეტს შენი თითები ან შენი ტვინი რო იფიქროს, აი არ იცი რა მოხდება. ყველაზე დიდი სცენა სადაც დაგიკვრია რომელია? პოცდამში ნიკოლაის ზალში რა ვიცი, აი ყველაზე ცნობილი პიანისტები ვინც არიან იმათ ფესტივალზე, აი რაღაცა წინა დღეს რო ბორის ბერეზოვსკი უკრავდა, მეორე დღეს მე უკრავდი რა.
და ამ აფიშას აი ესეთ რაღაცებსაც კი არ ვდებდი და არ ვაზიარებდი და ანუ საქართველოში აქ არავინ არ იცოდა ეგ რომ მე იქ რაღაცას ვაკეთებდი და იქ შოპენის კონცერტს უკრავდი რაღაცა ეგეთი დიდ დარბაზში რა. შენს არ გიყვარდა ხოლმე բայց კამერებთან გამოჩენა მახსოვს და იმალებოდი ხოლმე კონცერტის მერე როგორ შენ გაქვს მოყოლილი. ვერ ვიტანდი ხო, იმიტომ რომ რაღაცა დიდი კონკურსი რო ჩატარდებოდა ან რაღაცა ფესტივალი რო ჩატარდებოდა, აუცილებლად იქ ტელევიზია იყო ხოლმე და ტელევიზია რომ მოდიოდა, ყოველთვის ვიმალებოდი რა. ხო და ეს ყველაზე დიდი სცენა რომელია პოცდამის? ხო. ყველაზე პრესტიჟული. კი. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში იგი იყო და რამდენი ადამიანი ეს ყველაზე დიდი დარბაზი რა იყო? აი ტყუილი გამომივა, იმიტომ რომ მაშინაც არ დავინტერესებულ ვარ, აი არ ვინტერესდებოდი, აი რამდენ კაციან დარბაზში უკრავ რა. ერთადერთი ჩემთვის რაც იყო მნიშვნელოვანი, იყო ის, რომ რასაც უკრავდი, ის რაღაცა კარგად დამეკრა და ისე დამეკრა, როგორც მე მინდოდა. ცოტა ისეთი არაადეკვატური დამოკიდებულება მქონდა რა. იმიტომ რომ ეგეც მე შემდგომში შენ კარიერაზე აისახება. ხო აი მე მიყვარს და არ მაინტერესებს რამდენ კაციან დარბაზში უკრავ, კაი, შენ არ გაინტერესებს, მაგრამ მე შემდგომში შენს პროფესიაზე და შენს შემდგომ კარიერაზე აისახება ის, რომ ეს არ გაინტერესებს დღეს რა. ხო. მე რო სიტყვაზე აქ ჩამოსულიყავი და ეგ რაღაცა გამეჟღერებინა და ვიღაცისთვის რაღაცა მეთქვა, შეიძლება და მომავალში რაღაცა ცოტა მეტი პრივილეგია მქონოდა რაღაცებში. აქ კონსერვატორიაში ვირსალაძე რო ჩამოვიდოდა ხოლმე და მასტერკლასებს რო ატარებდა, არ მიშვებდნენ ხოლმე იქამდე. მართლა დეკანატში რომ მივედი ერთხელ და რო გავიგე რომ ვირსალაძე იყო ჩამოსული და მასტერკლასზე მინდოდა დაკვრა, არ არისო ადგილიო მითხეს რა შეივსო უკვე. ხო და მეთქი შემდეგში როდის ჩამოდის მეთქი რა, შემდეგისთვის ჩავეწარები მეთქი და შემდეგში არ ვიციო როდის ჩამოდის და მაშინ მეთქი რომ გაითვალისწინოთ მეთქი რა, რომ შემდეგისთვის რო ჩამოვა, უეჭველი ჩამწერეთ თქვა, აი აუცილებლად გამოვალ მეთქი და დავუკრავთ ხო. კაიო. გავიდა ახლა რაღაცა პერიოდი და ჩამოვიდა კიდე. მივედი და უიوارესა ვერ მოვახერხეთ უკვე წინასწარ იყო. შენამდე ყველას გონდა ნათქვამი ეს ბევრს ხო იგივე. წინასწარ იყო. აი ისე მოხდა, ისე დავამთავრე მე კონსერვატორია, რომ ვირსალაძე ჩამოდიოდა ესე პერიოდულად და ვერც ერთხელ ვერ მოხვდი მასტერკლასზე ვირსალაძესთან. აი ესეთი რაღაცები. ხო, ახლა ერთია დაუფასებლობა პროფესიის გარედან, რომელსაც კიდე ხშირად აწყდები ხოლმე, მაგრამ შიგნიდან კიდე უფრო მტკივნეული არის რა. ერთხელ იყო კიდე ბოდიში რაღაც გამახსენდა სასე. ეხა მეცინება, მაშინ ძალიან ტრამული იყო ეგ ყველაფერი რა, მაგრამ ეხა მეცინება რა. კონსერვატორიაში ყოველთვის პრობლემა იყო კონსერვატორიის ანუ დიდ დარბაზში დაკვრა რა. ეს იყო რაღაცა ფენომენი, რომ დიდ დარბაზში მოგცემოდა საშუალება რომ დაგეკრა. რატომღაც არ ვიცი. როცა მე რო მოცარტომში საზაფხულო დიდ დარბაზი რომელია მე რო ვიყავი შენ კონცერტზე. ეგ არის თუ ეგ პატარა? ეგ მცირე დარბაზი. ხო. არა, დიდშიც ნამყოფი ხარ. ბოლოს რო დავუკარი, მეორე კონცერტზე რო ვიყავი, დიდში უკრავდი. მეორე რომელი იყო? როგორ გიქცა? ხო, გამახსენდა ხო. ტრიოს რო უკრავდი. ხო, გამახსენდა. ხო და ესეთი რაღაცა იყო, რომ ანუ დიდ დარბაზში მოგცეს უფლება და საშუალება, რომ ანუ ბოდიში იმას ვერ ვიხსენებდი თვითონ დარბაზი როგორი იყო რა, ეხლა გამახსენდათ. კონცერტზე რო ვიყავი იქ და მოვიწყდა. დარბაზი ვერ ვიხსენებდი. სად ვიჯექი ვერ ეხლა გამახსენდა და. გაპატიებ რომ დაგავიწყო. ხო და მოკლედ რაღაცა გამოაცხადეს, რომ აი რაღაცა საშობაოთ თუ რაღაც არ მახსოვს ზუსტად რა იყო, მახსოვს რომ აი შემოიტანეთ და მოსმენა ჩატარდება და დიდ დარბაზში იქნება კონცერტი რა. და ვარიქა მიაწყდა ახლა ამას ყველა რომ დიდ დარბაზში ყველას უნდა დაკვრა. როცა ანუ მოცარტეუმში საზაფხულო აკადემიაში რო ვიყავი, სადა ეს? ზალცბურგში. მასტერკლასებზე ვიყავი და ანუ ისე მოხდა რომ რატომღაც ყველა კლასი დაკავებული იყო რა, მეცნიერებას ვერ ვახერხებდი და ძალიან შეწუხდა ეს ადმინისტრაციაში ვიღაცა და არ არისო პრობლემაო, ეხლა დარბაზს ვნახავ, თუ დარბაზი თავისუფალიო გაგიღებო. და აი ცოტა შემეშინდა რაღაცა რომ აი რაღაცა შეიძლება დარბაზში შესვლა და ეს ვკითხე რომ შეიძლება მეთქი დარბაზში. კიო რა პრობლემა ცარიელი თუ არისო, შეგეშობა და დაუყარეო. აი ესეთი დამოკიდებულება არის იქ.
ხო და აქ ჩვენთან წლები გადიოდა და დიდ დარბაზში ვერ ვახერხებდით რომ დაგვეკრა რა. ხო და მოკლედ ის არის ხო რაცა ლამაზი ჭურჭელი სტუმრებისთვის იყო მარტო. შევედი დეკანატში და მითხრეს რომ ამ კონცერტზე მარტო ლაურეატები უკრავენო. ხო მე მეცვარ რა ლაურეატები მეთქი ჯერ რისი ლაურეატები თქო. აი კონკურსების ლაურეატებიო. ხო და მე უთხარ რომ მეც ბევრი კონკურსის ლაურეატი ვარ მეთქი რა. შემიძლია მოვიტანო მეთქი საბუთები თქო და ახლა გაჩერდა არ იცის რა მიპასუხოს და კაიო გავარკვევთო ამ საკითხსო და ესაო დაგირეკავთო რა. კაი მეთქი. გავიდა ახლა რაღაც ერთი დღე და მივედი მეორე დღეს კიდე და მეთქი ანუ ის კონცერტის საკითხზე მეთქი. გავარკვიეო და მარტო პირველი პრემიის ლაურეატები ვინც არიანო მარტო ისინი უკრავენო. და ამ დროს აი ეგ როგორი რაღაცა არის, ერთხელ აი ისეთი უიღბლო ვარ. აი წარმოიდგინე კონკურსზე გავედი ერთხელ რა. და დაუკარი პირველი ტური, დაუკარი მეორე ტური და ანუ ყველა რაღაცა აღფრთოვანებულია და ყველა მილოცავს რომ აი всё რა შენი არის რა პირველი ადგილი რა. ეხა ბავშვი ვიყავი თან, მაშინ დიდი არ ვიყავი რა. და ესეთი მოლოდინი გაქვს რომ ნუ აი ყველა რო ესე გეუბნება, შესაბამისად ელოდები რა იგივე შედეგს, ამის შესაბამის შედეგს. და გამოაცხადეს რომ პირველი პრემიაო არ გავეცითო და მეორე პრემიაო გვანცასო რა. ანუ წარმოგიდგენთ პირველი პრემია არავის არ მისცეს და მეორე პრემია მომცეს მე. ანუ არავინ არ იყო ისეთი, ვისაც პირველ პრემიას მიცემდნენ და აი ჩემზე რატომ რაღაც გადაწყვეტეს რომ აი პირველი პრემია არა, აი მეორე მივცეთ რა. აი ესეთი რაღაც, ანუ იქ წესით პირველი, ხო პირველი ვარ, აი ესე კი არ პირველი, ანუ ჩემს წინ არავინ არ არის, ხო? აი დიპლომს პასიანი იყო პირველი ალბათ. არავინ არ გადაიხადა. არ ვიცი და ესეთი და ამის გამო პირველი პრემია არ მაქვს რა, მაქვს მეორე პრემია, მაქვს მესამე პრემიები, მეორე ორი ფრანკფურტში ავიღე კიდე ერთი მეორე პრემია, ანუ პირველი პრემია არ მაქვს რა. დავრჩი ესე. ვერ დაუკარე დიდ დარბაზში კონცერტზე. ნუ კაი, მე გადის რაღაცა პერიოდი და კიდე ცხადდება რომ აი დიდ დარბაზში კონცერტი იქნება. აუ არიქა ეხა რაღაცა იყოს იქნება და მივედი დეკანატში და ვეკითხები რომ კონცერტი მეთქი და უიო არაო ესო ბიჭების კონცერტი იქნება. აი ხა მართლა ვიღაცა რომ მისმენდას არ დაიჭერებს, მაგრამ აი ეს ყველაფერი ხდებოდა მართლა რა. რას ნიშნავს ბიჭების კონცერტი, რას ნიშნავს? ჩვენმაო რექტორმაო გადაწყვიტაო რომ ბიჭებიო წამოწიოსო წინო რა, რომ მეტი სტიმული მისცესო რომ აი რაღაცაო და ესეო ბიჭების კონცერტი იქნება, სულ ბიჭები იქნებიან და მართ აფიშას ეწერა ბიჭების კონცერტი. ეს მოგეთ ვერ გიტანდნენ ესე იგი ქოქია კონსერვატორიაში. სულ რაღაც პრობლემებს უქმნიდი. ხო. ეს ვეჭხირავდი ეს. ინტრიგანი იყავ იმათ თვალში, ხო? ვიბლანდებოდი ფეხებში. მეგერ მეც მახსოვს მისაღებ გამოცდებზე მაშინ ჯერ კიდე ესეთი ჩაწყობები მიდიოდა რა, ძველი დრო არის და დავწერე. რა თქმა უნდა გადავიწერე. თუმცა ისე კარგად რომ 10-იანი მეკუთვნოდა, ასე მოაღლესი კულა. და მითხრეს ის იყო რომ 9-იანიო, იმიტომ რომ ზოგადად 10-იანებს არ წერთო, ესეთი პასუხი იყო. ის კი რომ გადაწერა და რაღაც თემა იყო იდეალურად დაწერილიო 10-იანზეო, მაგრამ 9-იანიო. ანუ მეც მაგ ეგეთი ისინი რა ქვია. კი, ეგეთიც ბევრი იყო. ნუ კალათბურთზეც რო დავდიოდი, იქაც იყო ეგეთი რაღაცები ხდებოდა. ადრე განსაკუთრებით ხდებოდა. ყველგან ხდება ახლა ეგეთი რაღაცები რა. მაგრამ მე მაინც მგონია რომ ხელოვნების სფეროში რო ხდება, აი ეგეთი არ ვიცი რა. ხო. მე ყოველ შემთხვევაში არ გამიგეხარ. ხო, მე შენგან გავიგეგენი და არ ველოდა, აი ჩემ წარმოდგენაში ესე იყო რომ ეხა ნუ იქ ცოტა უფრო აკადემიური სფერო არის და იქ ესეთი რაღაცები არ იქნებოდა, რაც მე თქვა სპორტში მინახავს და რაღაც ეგეთებში მინახავს, მაგრამ ერთხელ ესეთი მოგიყოლია შენც მე რა. მაგისტრატურაზე ვსწავლობდი, ანუ აი ხა მაგისტრატურაზე რო სწავლობ, ქალი ხარ უკვე ჩამოყალიბებული, პიროვნება ხარ, ხო, ბავშვი აღარ გქვია უკვე. მაგისტრატურას რაღაც მეორე კურსზე ვარ და ვზივარ მხატვრული აკომპანიმენტის გაკვეთილი მაქვს რა. და შემოვიდა ამ კათედრის ხელმძღვანელი შემოვიდა
ოთახში. და ჩემს პროფესორს ეუბნება, ჩემს თვალწინ, რომ გვანცაზეო რაღაცა უნდა გითხრაო, გვანცასთან დაკავშირებით, და ერთად გამოდიო გარეთო რა. კაიო და გავიდა. ან თან ისე კი არ იყო რომ ან ჩუმად უთხრა და მე გავიგე. არა, ჩვეულებრივად ესე რა და ესეთ მანძილზე რომ მე ვიჯდე და იქ უკრავდე. გავიდა ჩემი პროფესორი და ცოტა ხანში შემოვიდა. და მეუბნება რომ ისა გააგზავნე რაღაცა და რა გავაგზავნე მეთქი რა გითხრათ თქო რა. არაფერიო არაო ისეთიო კაცო. მეთქი ახლა რანაირად მოვითმენდი ახლა გვანცაზე რაღაც უნდა გაგიყვანათ მეთქი გარეთ თქო და მითხარით მეთქი რა ხდება თქო და ანუ გამოცდისთვის ვემზადებოდი რა შუალედური გამოცდა უნდა ყოფილიყო თუ არ ვცდები და რაღაცა მთლიანი ოპერა უნდა დაგვეკრა დამეკრა და თავისი ახსნით და რაღაც ყველაფერი მოკლედ რა იქ პერსონაჟები და დრამატურგია და ასე შემდეგ. ხო და მეუბნება ეს ჩემი პროფესორი რომ ესეთი რაღაც მითხრაო რომ გამოცდაზეო გვანცასო უმაღლეს ქულასო ვერ დავუწერთო. ანუ გამოცდაზე არ მაქვს ჯერ დაკრული და ამას ეუბნება რომ რაღაცა მესამე დღეს გამოცდა არის და გვანცას უმაღლეს ქულას ვერ დავუწერთ რო იცოდეო. ნიჭი ვერ დაინახეს. არა, ამ შემთხვევაში, ანუ უმაღლესი ქულაო, ერთ-ერთ არ დავასახელებ გვარს, ერთ-ერთი ბიჭი არის, მარტო იმას უნდა გქონდესო უმაღლესი ქულაო. რაღაცა ქულების ჯამი მერე ისე გამოდიოდა, რომ რაღაცა სახელობითი სტიპენდია იმას უნდა მიეღო მარტო რა. და ესეთი რაღაცები ხდებოდა, რომ წინასწარ ჯერ ერთი აი რა წინასწარ რა იქნება საერთოდ ვერ უკრავ. იქნება ისიც სუდათ უკრავ, რომ უმაღლეს ქულაზე საერთოდ. ესეთ რაღაცას რანაირად შვები რა, რომ აი ესე უტიპრად შედიხარ. ისეს დაუკრავდნენ. რა იცოდნენ ხა, რა ვიცი. ხო გიცნობდნენ. ხო, მაგრამ როგორც გითხარი წეღანს შეიძლება იყო რაღაცა სტაბილური პიანისტი, მაგრამ მე გახვიდეან სცენაზე, გახვიდეან გამოცდაზე, გახვიდეან კონცერტზე გახვიდე და იქ ისეთ იქნა, რომ საერთოდ არაფერი არ იყოს ისენი სტაბილურობა რა. ხო, კიდე არის დამქირავებლების ასე ვთქვათ, დამოკიდებულება პიანისტების მიმართაც ისეთი, რომ დაუკარი 1-2 საათი კიდე ყოფილა ესეთი ის გონიათ, რომ აი რაღაცა ძალიან ადვილია და ეს ისეთი რა უნდა ამის გაკეთებას. 1 საათი დაუკრავთ 3 საათი რა მნიშვნელობა აქვს. ყორი ხომ ეგეთ დამოკიდებულებაც. კი, ეხა ხანს ვქონდა ზუსტად ეგეთი შემთხვევა. ერთ-ერთი ხო ეს უკვე მიმდინარე პრობლემები არის რა. ეს იყო ძველი სტუდენტობაში რაც ხდებოდა. ეს არის უკვე ეხლა რაც ხდება. რა პრობლემასაც ვაწყდები კაფეებში და ივენთებზე და ხო, თან შენ ვაყურებელს რო ვთქვათ, ნუ ანუ შენი ასე ვთქვათ შენი ჟანრი გაქვს ხო რა, ან კლასიკური მუსიკა, ან ჯაზ ნაწარმოებები, ან ქართული ისიც კლასიკა. ხო. ვთქვათ, ან ქართული ესტრადა რაღაცებს. ხო, არა. სარესტორნო ეს რეპერტუარი არ გაქვს ასე ვთქვათ, ხო. ხო. და ხო, პრინციპში რაღაც კინომუსიკა და ესეთი რაღაცა. და ეს რატო არის ახლა პირველი შემთხვევა არ იყო ესა და ბევრჯერ ყოფილა რა, მენეჯერების მხრიდან იქნება კაფე თუ რაღაცა ესეთი რესტორანი, როგორ ვთქვა, მაღალი დონის თუ არ ვიცი რა ქვია, რომ ესეთი წარმოდგენა აქვს ვთქვათ მუსიკოსების მიმართ და რო აი რაღაც არა უშავს შენ ხა 1 საათი დაუკრავ თუ 2 საათი და მე კიდე დაამატებ 1 საათი დაკვრას თუ რაღაცა ეს სულ ერთია და თან არ ესმით ხოლმე მე ვეუბნები რომ არა 2 საათზე ვიყავ შეთანხმებული და 2 საათი დაუკრავ თუ 4 დიდი განსხვავება არის. ეგ კი არა, ისიც არ ესმით რომ შეთანხმებული რო ხარ ივენთზე იქ რომ მიხვალ, იქ მნიშვნელობა არ აქვს შენ ხალხი ყავს თუ არა კაფეში. ანუ მე დრო გამოგიყავი, მე შემეძლო სხვაგან წავსულიყავი და სხვაგან დამეკრა, ხო? ეხა მქონდა ზუსტად ეგ პრობლემა. რომ 3 ივენთზე ვიყავი შეთანხმებული, ჯერ ეგეც რაღაცა უცებ პრობლემა გახდა და აღარ გვინდაო, როცა რეალურად თან ისეთი დღეები არის პარასკევი, შაბათი, კვირა, რომ ყველას მაგ დღეებში უნდა რა. და შენ როცა ერთს უთანხმდები, ესე იგი რაღაცა გათვლა გაქვს იმ დღეზე, ხო, რომ რაღაცა ამ დღეს ამ თანხას აიღებ აქედან. და შეიძლება ვიღაცამ აქეთ პარალელურად რაღაცა შემოგთავაზოს, რომ და აქ რო შენ შეთანხმებული ხარ ამასთან, ამას უარი უთხრა. პასუხისმგებლობის გრძნობა თუ გაქვს ეგრე იზამ, ხო?
ხო და ამათ არ ესმით მე რომ მივალ და ხშირად ყოფილა რომ ეხაც ესე იყო რომ იცი რა ხალხი არ გვყავდა და იცი რა გაბრუნდი უკან ხო და ესე არ ხდება და ძალიან მინდა რომ რა ვიცი ვისაც მიმიწვდება ხმა იქნება გაიგონ და შეიგნონ რა რომ როგორც ზუსტად მაგალითად რაღაცა მიმტანი მოდის როგორც ბარმენი მოდის და იქ მნიშვნელობა არ აქვს შენ კლიენტი გეყოლება თუ არა იმას ხო ხელფას უხდი იგივენაირად არის ჩემთანაც ზუსტად რა და მე უფრო შეიძლება ვზარალდებოდე მაგ შემთხვევაში იმიტომ რომ მე შეიძლება ვიღაცა ხო სხვა დაკარგებს სხვა შანსი სხვა შეიძლება უფრო სიტყვაზე მეტის გადამხდელს მე ვარი უთხრა იმიტომ რომ მე პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს რომ შენ შეგითანხმდი უკვე და არ გადაგაგდო და ამ დროს მოვდივარ და მეუბნები რომ იცი რა მე ხალხი არ მყავს და გაბრუნდი უკან ეს არის არ შეიძლება ესეთი რაღაცების კეთება რა ამ ხრივ ახლა ერთი სტაბილური სამსახური რაც მაქვს იქ ხა აწყობილი მაქვს ყველაფერი ისე თვითონვე დირექტორმა იშვიათია ვიცი მანდრაგორი დამოკიდებულებაც აქვს იშვიათია და იმიტომაც შემორჩია 4 წელია უკვე იქ მუშაობ ან ხო მაგრამ ალბათ ეს ზოგადად ქვეყნის პრობლემაა რომ რაღაცა სხვისი საქმის და შრომის დაფასება და დროის დაფასება თუ და არ ვაქცევთ ყურადღებას ამასთან მეგვაჩნია დიდამბათ რა ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა ანუ ეხაც და თან ეს დამოკიდებულება არ იცვლება ხო არაფერი არ იცვლება წლებია შენ მუშაობ ამ კუთხით და კი ანუ ალბათ 10 წელია მუშაობ და სულ ერთ და იგივე ხდება სულ ერთი და იგივე. მე ეს მენეჯერების ესეთი დამოკიდებულება, რომ რაღაცას მოიგონებენ, რაღაცა უნდათ, რაღაცა ივენთი უნდათ. უნდათ რა. და იმაზე მე წარმოდგენა არ აქვს, იმის ტექნიკური მხარე როგორ უნდა გააკეთონ რა. არისიანები კომუნიკაციაც ახლა მე რო ვეუბნები, რომ სტაბილურ სამსახურს თუ მთავაზობ, სხვა თანხა არის. მაგრამ ერთჯერადად თუ მოვალ, უფრო მეტია რა თქმა უნდა და ეს გაუგნებული სახით მიყურებენ. ანუ ვერ ხვდებიან ვერაფრით რატო არის და ეხა მაგას ხო ახსნა არ ჭირდება რატო არის ესე ხო? ეხა ზოგადად ეგეთი დამოკიდებულება არის ჩვენთან მუსიკოსების მიმართ. ადრე იყო ჩემი კლასელი შემხვდა ესე ქუჩაში და მომიკითხა ესე რომ როგორ ხარო როგორ მიდისო შენი საქმე და რა ვიცი მეთქი კონსერვატორიიდან მოვდივარ მეთქი და ხო შენ რა გენაღულება უკრავ მღერი და ხარო აი რა მე იმაში დავდიოდი გოეთეს ინსტიტუტში დავდიოდი და იქ იყო ერთი გოგო ხო და ნუ იცოდა რა ახლა სულ რაღაც ჯგუფში 6-ნი ვიყავით და ყველა ვიცოდით ახლა ვინ რას აკეთებდა და რაღაც გავიდა რამდენიმე გაკვეთილი და მეკითხება რომ ესო კონსერვატორიაში რო სწავლობო კაია მაგრამ უმაღლესი არ უნდა დაამთავრო ხო და აი რაღაცა ეგეთი ის არის დამოკიდებულება არის რა ამ წლების განმავლობაში ხო აგიცრობდა გული დაკვრის მიმართ დაკვრის მიმართ არ ამიცროვდა გული უბრალოდ აი საქმის აღარ მინდა რა უკვე საქმე დავიჭირო როგორ თქვა ვიცი ცოტა ისეთი ნათქვამი არ მინდა უფროსი მყავდეს თქო მაგრამ ეგრე გამოდის რა იმდენად ისეთ შეუგნებლობას ვაწყდები რა რაც დრო გადის უარ გამოსწორდა კი გაუარესდა პირიქით სიტუაცია რა ეხა მაგალითად აი ეს ამბავი რაც გქონდა მენეჯერებთან რომ მენეჯერს წერდი და გადაცემულია თანხას არ მირიცხავდნენ მაყურებელს გადაცემულია თანხა გადაცემულია ყოველ კვირაში თვენახევარი გავიდა თანხა არ ჩავდა რაღაცა კაფე კი არა მახსოვს ერთ-ერთი დიდ ქართულ ბანკთანაც ჰქონდა ეგეთი პრობლემა კი დიდ ქართულ ბანკთანაც ჰქონდა მაშინ დავიფიცე რომ ამ ბანკთან საქმეს აღარ დავიჭერე მეთქი და აღარც დამიჭერია მე არ დავკონკრეტდები ბანკითსაც ჩარიცხვის პრობლემა აქვს ეგ მაგარია ჩარიცხვის პრობლემა კი არა თანხა რაც დაუსახელა ეხა ვიტყვი რა 500 მაშინ სხვა ტარიფები მქონდა ადრე იყო რა ეს და ივენთში ვუთხარი 500 ლარი. იცი რამდენი იწუწუნა ეს ბიუჯეტში არ გვაქვს თანხაო. ან ბანკი გეუბნება ამას. ხო. და ივენთზე რო დავუკარი, ისეთი სიგიჟეები ჰქონდათ გაკეთებული, რა თანხა არ გაქვს. ან მე ვიყავი ყველაზე იაფფასიანი ბანძი რაღაცა ვიყავი იმ ივენთზე. რაც ხდებოდა რა. ხო და ეხაც რა პრობლემაც იყო, ანუ ეს რომ მენეჯერი მეუბნება რომ თანხა გადაცემულია და ჩაგერიცხება, ანუ ყოველ რაღაცა მესამე დღეს ვწერდი და თვენახევარი გავიდა, ხო? რაღაც თითქმის 2 თვე გავიდა.
და დირექტორს რო დაურეკეთ, თურმე საერთოდ არ იცოდა, რომ თანხა იყო ჩასარიცხი, იმიტომ რომ ესე ჩაწერეს, რომ მეორედ თურმე არ მივსულ ვარ, მარტო იმიტომ რომ მივედი და იქ ხალხი არ იყო უბრალოდ. ხო. და ეგ ხო პრობლემა ხო. კარგი, სოკარი შეკითხვა. შეისვენ და აივს ენერგი, შეკითხვა არის, როგორი ივსები ენერგიით და მე კი ვიცი ამაზე პასუხი. ეს არის გემრიელის საჭმელები და ფილმის ყურება. კი. ჩაჯდომა სახში. დაგეცადა და ვიტყოდი. გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. ხო, ეგ არის კი. შენთან ერთად, ოღონდ შენს გარეშე არაფერი აღარ მინდა რა. ამას თუ ოდეს მე ვიტყოდი, მაგრამ არც სტამბულში რო ვიყავი, ჩემ ბიძაშვილთან ერთად მოკითხა სოფოს. ყველგან ეს თემაში რო არის, თემაში რო არის სოფო. სტამბულში რო ვიყავი ჩემ ბიძაშვილთან ერთად, იქ ყველა ვინც დამყოფია სტამბულში კი იცის იქაური ტკბილეულობის და ნამცხრეულობის ამბავი რა. არაფერი არ მიჭამია. ერთხელ იყო რომ რაღაც ცნობილი ბასკური ჩიზკეიკი თუ რაღაცა არის რა. ეგ გავსინჯეთ ხა ეს მასავით არის რა. ეს რო ჩადიხარ ტრადიცია არის რომ უნდა გასინჯო. თორე აი დღეში ერთხელ ჭამაც არ მინდოდა, მად არ მქონდა. უბრალოდ იმდენს დავდიოდით რომ დავეცემოდი რომ არ მეჭამა რა და დღეში ერთხელ ჭამდი, კი ნახე რომ ჩამოვიდი, გამხდარი ვიხავი. აი შენ თუ არ ხარ არ მინდა რა. არც ფილმის ყურება მინდა და არც საჭმლის ჭამა მინდა. ხო. ეგრე ხდება, არ ვიცი. ხო, ეხა ის იმდენად კაია ესე მე ერთად რო უყურებ და რაღაცებით ჩაუჯდები რომ მე ხო, ის იცი რომ ეხლა უყურებ, ეს შეიძლება და კიდე უფრო კარგად გეყურებინა და ზეკარგება. ხო, ის სამსახურს ვამთვალებ ხოლმე და აი 10 რო გახდება და რო წარმოვიდგენ რომ უნდა მომაკითხო და ჩავიდეთ და აი ფეხები ავაწყოთ ესე და დავიდოთ საჭმელი და ვჭამოთ და უყუროთ რაღაცას. ო დიდი პრობლემა არის ხოლმე ესა ფილმის არჩევა. ამდენ დრო გადაწყდება მაგაში. ხო, ხანდახან 12 ხდება მერე და თუ გამზადებ იმას და კიდევ ესას გამზადებული. კი. არის Netflix-ზე ნახე აბა ეს და რაღაცები. ხო, და თუ არ დევს მერე რაღაცა პირატული საიტები და რაღაცა და მერე ჭედავს და ეს ცალკე ის არის. ხო. ტრაგედია ფაქტობრივად. კი, საშინელება. ხო, კიდე ვარჯიშითაც, რატო? ხო. ვარჯიში არის ისეთი ყველაზე. ანუ შენამდე პირველი ვარჯიში იყო ალბათ. ჯერჯერობით აღრიცხოთ. პირველი ვარჯიში იყო, რაც მავსებდა ენერგიით რა. ხო. თორე ისეთი. ხო, ეხლა რამდენი დღე ჩაგვივარდა. ხო. ვარჯიშის და სხვადასხვა იყო. გუბზრობ იმას რომ რაღაცა. ხო. იყო ეგეთი პერიოდი, რომ დილას 9 საათზე რომ გავიდოდი სახლიდან და ვიწყებდი მუშაობას, აი ყველაზე კარგ ვარიანტში 11 საათზე ღამე მოვდიოდი სახლში რა და აი ფიზიკურად დრო რო არ არის დღის განმავლობაში რომ დარბაზში წახვიდე რა. მე 1 საათი მაინც ხო გინდა მინიმუმ. ხო და ავდექი და ვიყიდე შტანგა და კანტელები. და სახლში დავალაგე და სახლში რომ მოვდიოდი ღამით ცოტას დავისვენებდი და სახლში ვარჯიშობდი. კი. ამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ფიზიკური აქტივობა მაგხრივ რა. ხო. წონების აწევა. კი, არა, დასვენების ერთ-ერთი ყველაზე კაი გზა არის ეგ არა. ჩემთვისაც. ხო, ანუ აი ქრო გადაღლილი ხარ, მე ეს ფიზიკურობაში რო გადაგაქ რა, თითქოს აი ესე აი აქედან გამოდის. თან ერთად ვარჯიში კიდე როგორც ალკე ის აქ. ერთად ვარჯიში. მუღამი. კი, საოცარია. ხო, რაღაცა აღარ საჭკაობ რა, ის არა გაკ. როგორ არის საჭკაობ ქართულად, აღარ ზარმაცობ და აღარ იპარავ. ხო. ეგ და უფრო მეტი мотиваცია გაქვს, რომ ერთად რაღაცა გააკეთო და სტიმული და უფრო ხიარულიც არის ვარჯიში და რაღაცა იმასავე დეიტივით არის რა. ხო. ჩვენი დეიტები. ო ისე მაგ ეგრე უნდა შემოვიდეს მოდაში, რომ დეიტი წაიყვანო კროსფიტის ჯგუფურ ვარჯიშზე. აუ, ძალიან კაი იქნება. რა მდგომარეობაში ვარ ხოლმე, ამ დროს ფოტო უნდა იმას აქნა, ამონა თუ ახლა ადამიანის სახე აღარ მაქვს ხოლმე. ვა, მინდა ვინმეს თუ უქნი ეგეთი რაღაც წამოვივარჯიშოთ ერთად. ჩვენი პირველი დეიტი ხო სახინგლეში იყო. სახინგლე იყო, კი. ინგალდა ლუდი. ფოტო მაგ გადაღებული, ესე შენი ფოტო არის და ნიურის მჟავე ჩავის. მე და მჟავე ნიური. ვინც ხა სწავლობს პიანოზე დაკვრას, არჩევას მიცემდი. აუ, არაფერს რჩევას არ ვიცი.
და მეორე რჩევა იქნება მშობლებს არჩევას მიცემთ, ვისაც ახლა შვილები დაყავთ პიანინოზე. ესეთი რაღაცა არის. მე პირადად რო დავიწყე დაკვრა 4 წლებს ვიყავი, რომ დავჯექი ინსტრუმენტთან და ანუ რაღაცა ისიც უნდა შეწირო, ჯანმრთელობის დიდი ნაწილიც მიაქვს რაღაცა. აუცილებლად. ხერხემლის პრობლემები და თითების და მივიღე, კი, ტრავმები. დავჯილდოვდი. ტრავმული არის, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. კი, არა, ეგრე არის. მით უმეტეს აი 4 წლიდან ახლა ინსტრუმენტთან რო დავჯექი, ის გამრუდება მქონდა ესეთი საკაიფო. კარგი. და მაგრჩევასაც მივცემ რა, რომ მიაქციონ ყურადღებას აუცილებლად ვარჯიში საჭირო არის, მასაჟები საჭირო არის, მიხედვა მეთვალყურეობა სერიოზული. ხო და რჩევა რა ვიცი. ხო, ეს დაგვეუწყდა გახსენებინა, რომ ბავშვებსაც ამზადებდი დიდი ხანი და მასწავლებელიც იყავი. კი, ვახსენებ მოსწავლე. ხო, ეგეც ახსენე? ეგეც ის იყო დიდი პრობლემა იყო მშობლებთან ურთიერთობა, თალკე ეს არის სხვა სფერო არის კიდე. ხო, რჩევა რაც შეეხება რჩევას თუ აი უნარი გაქვს რა, მენტალურად თუ ხარ იმისთვის მზად, რომ მოიცა ეს ხმა ძალიან შემოდის. დავეროთ გარეთ საგვიჟეთი არის. ულიმიტო კეშბექიზე არის აქცია მოლთან და ნახევარი საქართველოს აქ არის. შეწყდა. ბავშვსაც და მშობელსაც თუ აქ რა, მზაობა იმის რა, რომ აი ესე შეიძლება იშრომო ვირივით იშრომო ყველაფერი დაახარჯო დრო, ფული, ყველაფერი არ ვიცი, ისე რომ არ ელოდო რაღაცებს რა, რაღაცა დიდ შედეგებს არ ელოდო, ისე თუ გიყვარს, აუცილებლად უნდა აკეთო რა, ეს ეხა იმხელა სცენაზე გასვლა, იმხელა ის არის ადრენალინი არის და იმხელა რაღაც არის, ეს სიტყვით ვერ აღწერ მაგას. არ ვიცი როგორ უნდა გადმოსცე ეს რა. ეს რა არის? სცენაზე რო გადიხარ, სცენაზე რო უკრავ და მერე რო დგები და ამხელა დარბაზი რო ტაშს გიკრავს და ბრავოს რო გეძახის, აი ეგ კიდე ცალკე სხვა რაღაცა არის რა. ხო და აი ამისთვის თუ მზად ხარ რომ გაწირო და გადადო თავი, ეხლა მე რასაც შვებოდი და ვშვები, ეგ არ არის თავის გადადება რა. ხო. ხო და თუ არიან მზად ამისთვის რომ აი ეს ქნან, მაშინ ძალიან მაგარი რაღაცა არის რა. და აი ესეთ რაღაცას მოითხოვს ჩემი აზრით რა. ამისთვის უნდა იყო მზად, იმიტომ რომ სხვანაირი შრომა და სხვანაირი რაღაცა სჭირდება იმისთვის, რომ რაღაც სხვა მწვერვალებს მიაღწიო და უბრალოდ იმაში არ იჯდე, მე კაფეში არ იჯდე და ივენთებზე არ იჯდე და არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მე თვითონაც ეგრე ვარ. ეგრე მუშაობ ახლა. მაგრამ მე მაქვს ლაპარაკი რაღაცა დიდ წარმატებაზე რა. ხო. მშობლებსაც ეტყოდი, შეჩულები დაყოთ პიანინოზე. მშობლებსაც იგივეს. თუ რაღაცა მზად არიან, რომ რაღაცა ძალიან ბევრი მეტ გაცრუებას გაუძლონ და ამაში თან ბავშვს არ დაადანაშაულებენ და რაღაცა ადეკვატურობას შეინარჩუნებენ, ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას რა და წარმატებები. კარგი. ბოლო შეკითხვაზე სანამ გადავალთ, რა ცხოვრებისაზე პატარა თამაშივით კი არ გავაკეთოთ. ეს თელს მოვიფიქრე, რომ ავიღე რამდენიმე გამონათქვამი ცოლქრობის შესახებ, სკორცენების შესახებ და გავნიხილოთ რამდენად ეთანხმები, რამდენად არ ეთანხმები. აბა ეს ქართულებია? არა, ძირითადად ჩემს საყვარელი კომიკოსების ისინი ამოვიწერე გამონათქვამი. ეს დავგუგლე, მაგრამ სხვაებიც არის, მაგრამ Will Ferrell-ით იწყება. სანამ იმაზე დაქორწინებ, ანუ ესენი მე ვთარგმნე ხა რა. ცოტა ინგლისურად უკეთესად ჟღერს, მაგრამ სანამ იმაზე დაქორწინებას გადაწყვეტთ, ჯერ უნდა დააკვირდეთ, როგორ იქცევა ეს ადამიანი კომპიუტერთან, რომელიც ჭედავს. აი მან სწავლობ ადამიანი როგორია. აქ არის ნელ ინტერნეტთან დასვიო, მაგრამ ნუ ქართულად ესე უფრო იქნებოდა. შენ რო გენახე მე PlayStation-თან, რომელიც მიჭედავდა. დარწმუნებული ვარ, ცოტა დარბა. PlayStation-ზე თუ გიჭედავდა. ბოლოს ჭედავდა რავი, ანუ ეს პირველ PlayStation-ზე არის ლაპარაკი რა.
ასაგები. და მე ის ხო რაღაცნაირი იყო ისა იხსნებოდა და იმას ვაჭერდი და ურტყავდი ხას და ის მე იმას უსმენდი ის ტრიალი და თუ არა ტრიალი და წაკითხვა. იქ ლოგო რომ უნდა გამოჩენილიყო რა ელოდება. ანუ კაი იყო რო არ გნახე ხო? ოკეი. კარგია. შენთვის არ ვიცი. ბერნარდ შოუ. ქორწინება არის ორი ადამიანის დარაცხორება, სადაც ერთი ვერ იძინებს დახურულ პანჯარასთან და მეორე კიდევ ვერ იძინებს ღია პანჯარასთან. ერთს დახურული პანჯარა ურჩევნია და მეორეს ღია. ეს არის როგორც ერთად ქორწინებაა რა. ერთს როცხელა მეორეს წივა და პირიქით. ჩვენთან როგორ არის? ჩვენთანაც არის ხოლმე რა თქმა უნდა ეს სხვა ისენი რა ქვია. განსხვავებები ტემპერატურული. ხო ხო გაგეღვიძა ღია პანჯარასთან რო ვიდექი. იქ იყო აი და ცირკი იყო. ძალიან დაწყდა. ეს გამეღვიძა რა და პანჯარა გავს ბოლომდე ღია ეს ფარდარი თლიანად დგას არის. ძალიან სასაცილო იყო. აი უბრალოდ თავი ვერ ავწია რომ ფოტო მინდა და გადაახო არა. თავი ვერ. გაგეღვიძა და არ მითხარი ჩაი დაიძინე ისე ხო? გავაგზავნე. დაქს შეპარდი არის ეგეთი ის რა ქვია. მსახიობი რომელიც პოდკასტი რო აქვს ბრედ პიტი რო ყავდათ ცოტა ხნის წინ ვნახე. ხო. ეგ არის მე მგონი თუ არ ვწდე. ეს მომწონა ყოველდღიურად. ქმრის მოვალეობა ყოველ ორ თვეში ერთხელ დაიცვა საკუთარი ცოლი ჩოლკის შეჭრის მისწრაფებისგან. To protect his woman from her desire to get banks every other month. ინგლისურად უკეთესად არის ნათქვამი, მაგრამ ყოველ ორ თვეში ერთხელ ჩოლკა ხوار შევიჭრა და მაგდროს უნდა გადააფიქრებინო, ეს არის ქმრის ძირითადი მოვალეობა. შენ ხوار გაქ ისა მაგ პრობლემს წინაშე ხوار დგახარ. ხო, მაგრამ შენს გაგხომ, ხوار შევიღებო საერთოდ სხვა ფრად და რაღაცებს უნდა იწყებ ხოლმე. აი ეს არის. შეღებო არ არის. ეს მოვალეობა არის რა. ანუ შეღებო არ არის ესეთი პრობლემა, როგორიც შეჭრა რა. ანუ რო შეიჭრის რაღაცა პერიოდის განმავლობაში მაინც გექნება ცოტა დებილურად, თუ დებილურად შეიჭრი რა და თუ შეიღებავ და არ ივარგებს, გადაიღებავ რა. ეგ არის პრობლემა. კაი სერიოზულად. გავა სერიოზულად. და ბოლო არის უცნობი ავტორი. ეს უბრალოდ ამოვიკითხე. ცოლქმრ ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი დრო არის შეკითხვა სად მიდიხარ, როცა რაღაცა ადგება. ესა. სად მიდიხარ? კი. აქვე ტუალეტში სამზარეულოში. მე ვარ ეგ ადამიანი, რომელიც უკითხავს. საწახვენი რა და ძალიან წინს ხოლმე აბაზანაში შედიხარ. მაგრამ მეორე შეკითხვა რა არის ხომ ეცი ასე? ასო ჩაიცვა რაღაცას და ეს? ხო, კი. იხდება ჩავიცვა ეს? კი, ეგეც აქტიურად. ის რო არ მიყვარს ველვეტის ტანსაცმელი ცოცხალი თვით. რო არ მაყიდინე არც ერთხელ. ის ხო იყიდე მაინც კურთუკი. ეგ კურთუკი არ არის, უფრო პერანგი, აი სადაც კურთუკსა და პერანგ შორის არის, არ ვიცი რა არის, მოსაცმელი, არ ვიცი. ой, ველვეტი რო არის, მაგიტო ვერც გაიგებ რა არის, აქეთ არის თუ იქით არის. კარგი, ბოლო შეკითხვა. ტრადიციული. რა არის ცხოვრების აზრი? ეხა რო გითხრა რომ ამ კითხვაზე არ მიფიქრია თქო და რაღაცა მაყურებელი ვიცოდი რომ კითხავდი. შეცის არის ტყუილი იქნება და შენს წინაშე ხო იქნება და სულ ფიქრობდი რომ რაღაცა სწორი პასუხი გასცე თუ რაღაცა რა აი ისეთი რაღაც ყველას რომ მოეწონება თუ აი რაღაცნაირი არ ვიცი რა მაგრამ მე გადავწყვიტე რომ მაინც გულახდილად და გულწრფელად და ისე ცოტა ისე ჟღერს რაღაცნაირად მაგრამ მაინც ესე გადავწყვიტე რომ ესე მეთქვა აი ჩემი ცხოვრების აზრი ხარ შენ რა ანუ ასევე ჩემი ოღონდ ეს ამას არ ვამბობ რაღაც აი ძალიან რომანტიკულ და ესეც ჭრილში არ ვამბობ რა მართლა ეგრე არის ჩემი თავი ვიპოვე შენთან რა აი ჯერ ყველაფერს თავი დაანებო ადამიანის ცხოვრება რა არის ხო აი დილას რო იღვიძებ უნდა იყო მადლიერი უნდა იყო იმით რომ გაიღვიძე რა და ზედაინახე და სადაინახე და ღრუბლებს ხედავ და ეს ამითი უნდა იყო კმაყოფილი და ბედნიერი. დიდად ჩემს ზე არ გიждები, მაგრამ
თოვლი და ეს გირჩევია. ზამთარი. გაიღვიძე და თოვლი დაინახე ხო, საერთოდ რო გაიღვიძე. ხო. მაგით უნდა იყო უკვე კმაყოფილი რა, აი მთელი ცხოვრება ჩემთვის აი ეს გაღვიძება იყო ხოლმე ტანჯვა. აი რო გავიღვიძებდი, ნუ აი რატო გავიღვიძე აი. ოღონდ იმიტომ კი არა რომ რაღაცა დეპრესია მქონდა რაღაცა. უბრალოდ აი ვერ ვიტანდი რა, აი გაღვიძებას და პირველი აი რაღაცა 2 საათი რო ცუთხასიაძე ხარ და რაღაცა და აი შენთან ერთად რაღაცა ჩემი სხვანაირი ჩემი თავი აღმოვაჩინე რა, რომ დავაფიქსირე ეს, რომ ვახელ თვალს და მიხარია, რომ გავახილე თვალი და შენ ხარ ჩემს გვერდით და აი თავარი აზრი არის ეგ ალბათ რა, რომ ჩვენი თავი ვიპოვოთ ესე და ესეთი სიყვარული ვიპოვოთ და მე უკვე რაღაცა სამყარო სხვანაირი არის და სხვანაირად ვუყურებთ რაღაცებს და სხვანაირები ვხდებით. მე მაგალითად ძალიან შევიცვალე შენ რაც გაგიცანი შენთან ურთიერთობაში, რომ ეხა რომ ვუყურებ ჩემ თავს სამწეს წინ, როგორი ვიყავი, ძალიან შევიცვალე. და ფიქრობ, რომ ეგ არის ცხოვრების აზრი და ყველა რო შევიცვალოთ. ყველა ადამიანი თუ რაღაცა აი ესეთ სიყვარულს ნახავს ცხოვრებაში და ესე იპოვის თავის თავს ეს ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რა. და მე უკვე ამას მოყვება, მე შვილი გეყოლება და მე უკვე უფრო დიდი ოჯახი არის ცხოვრების აზრი და ისევ შენგან გამომდინარე რაღაცები ხდება რა, აზრი ცხოვრების. და მე აი რაღაცა სიტყვის მასალათაც კი არ მithქვამს არასდროს, რომ აი ეს ცხოვრების აზრი ხარ და რაღაცა ესე რომანტიკულ რაღაცა ჭრილში არასდროს რა და შენ გეუბნები ახლა მოკლედ ამას. ჩემთვისაც ეგრეა, ყველაფერი რაც მოყევი კი იცი რომ ეგრეა, მას ისევ ჭირდება მტკიცება და ამაზე კარგ დასასრულს სახელმწიფო ეპიზოდს ვერც მოუფიქრებდით. დიდი მადლობა. მადლობა შენ. დრო დამითმე. მადლობა ნინოცას. მადლობა მაყურებელს. ვინც თელი ამ წლის განმავლობაში უყურებდა ჩემს პოდკასტს ძალიან გაიზარდა რაღაცა ერთი წლის წინადელში და რომ გამომწერებიც რაღაცა ეს სტიმული ეს არის რა მაყურებლების აქტიურობა ნახვა ხედავ რომ უყურებენ და ჩართულები არიან და ძალიან ხშირად არის რომ შენს გინახავს რომ რაღაც ქუჩაში რაღაცას დაუქნევია ხელი და დაუძახია შორიდან რომ უყურებდა და ეს არის ძალიან დიდი სტიმული და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა მაყურებელსაც ამისთვის რომ გვერდში მედგა ამდენი ხანი მომავალი წლიდან ვაგრძელებთ ჯერ არ ვიცით რა იქნება როგორ იქნება რა აუცილებლად გაგრძელდება ვეცდები რომ ეხა ეს დაიდება ცოტა ადრე, იმიტომ რომ ძირითადად ხშაბათს იდება ხოლმე 31-ია და ამდენ ალბათ ორშაბათს დავდებთ. და ნუ ეცდები რომ იანვრიდან რაც შეიძლება მალე განვაახლოთ. რომ ისე რომ რაღაცა ჩავაგდო იქით და კვირაც. მადლობა ნინოცას. რომელიც ამდენი ხანი გვერდში გვედგა, გვერდში გვეჯდა. კი. ტექნიკურ მხარდამჭერას უზრუნველყოფდა და არა მარტო და მუსკულები გამოიწერა. მუსკულები გამოიწერეთ, ხო. ჩვენ ეს პოდკასტი იქ არის ხოლმე, იქ გრძელდება მე რა. ხო. ხო და ეს ახიც გამოიწერეთ ბედნიერ შობა ახალ წელს. ბედნიერი შობა ახალ წელი. მავრალოს დაისწარით. მადლობა შენს მაყურებელს და წარმატებები შემდეგ წელს შენ. და შენც. და მაყურებელსაც და ყველას. ჩვენ მხარდამჭერი იყო სოკარი, მადლობა რომ გიყურებდით და ძალიან ბევრი წარდალიოთ თავს გავურთხილდეთ ახალ წლებზე. ღვიძლს მოვურთხილდეთ და კუჭ ნაწლავს. კაი, დავასრულოთ.